ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, საღამო მშვიდობისა, ეს პროექტი პირველებია, ტრადიციულად ყოველ პარასკევს ტელეკომპანია პირველის ეთერში თოქ-შოუების წამყვანები კვირას ერთად აჯამებენ. გასული დღეები დახუნძლული იყო სიახლეებითა და სკანდალებით. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე პარტიულ გამოწვევებს ებრძვის, ზოგი მიდის, ზოგი ბრუნდება. პოლიტიკურ ველზე მთავარი ახალი ამბავი ქართულ ოცნებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება გახდა. ეს ინფონზე, როცა მმართველ პარტიას სტაჟიანი წევრები ტოვებენ. პარტიული გამოწვევების გარდა ხელისუფლებას ყველა მიმართულებით პრობლემა აქვს ამ კვირას, კიდევ უფრო გამწვავდა TBC ჯგუფის საქმის გარშემო გარემოებები. დღეს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი პირველებში. ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, ასე დაგვემშვიდობა ოცნების პრემიერი ნომერი 2 2015 წლის დეკემბერში. 4 წელი HR-ში გამოკიდებულ შეკითხვას მან რეაქციაში ასე უპასუხა: წავედი, სწორი ფორმულირებაა, გაგიშვეს არა. მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ამბობს: დავიფიცე ბიბლიაზე და კონსტიტუციაზე, რომ მისი წასვლისას არ იყო ნებაყოფლობის არც 1%. ახლების და ძველების ერთ გუნდად შეკავშირება ეს ღარიბაშვილის ამოცანაა დღეს. კიდევ უფრო ახლებს პარტია პოლიტიკური ტენდერის მეშვეობით შეარჩევს. ირაკლი ღარიბაშვილის ანტრაქტის დასრულება დაემთხვა TBC-ის საქმეს. 4 საათიანი საკომიტეტო მოსმენა დაჩრდილა წერილის თემამ, რომ მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიესგან მუქარის წერილი მიიღო შუამავლის მეშვეობით. ამის შემდეგ წერილის ასლი მიაქვს სასამართლოში, მეორე დღეს მას ასაჯაროვებს პროკურატურა და იქვე დასრულებულად აცხადებს ამ თემაზე ძიების დაწყების პერსპექტივას. საპირველ აპრილო ხუმრობის თემად მიაჩნია ეგრეთ წოდებული წერილი პრემიერს. დღეს მმართველი გუნდი გახარიას წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაზე ლაპარაკობს. მანამდე მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ ის ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლია. კიდევ უფრო ადრე კი ორკესტრირებული შეტევა ნახსენები იყო ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წერილში, რომ ორკესტრირებული შეტევის ადრესატი ნაციონალური მოძრაობის გავლენებიდან გასული ურჩი სასამართლო კორპუსია. მაქვს განცდა, რომ ეკაბესელია, შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეაქციაში ისაუბრა. ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკაბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამჭა, რომ თლა თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებ ჩემს განცდებს. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, თუმცა დღეს მქონდა მიმოწერა. მან მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას. მაქვს განცდა, რომ ეკაბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური. არც ერთი მთავრობა და პარტია არ იქნება იდეალური. თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამით მან უთხრა გუნდიდან წასულ ძველ თანამებრძოლებს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს და პარტიაში განხილული თემების გარეთ გამოტანით არ შეიძლება შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ეკაბესელია ბოლომდე ძალიან ერთგულად იდგა ჩვენი გუნდის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია პროცესი, რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები. ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც ძალიან მალე იხილავთ. აი ასეთი პასუხი გაგვცა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და უკვე ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა პარტიის რღვევის პროცესზე. სხვათა შორის, როცა ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილი პარტიის ვერტიკალში ბრუნდებოდა, გაჩნდა მოლოდინიც, რომ ის შეეცდებოდა უკან შემოებრუნებინა პროცესი, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ მოხდება. ბესელიას, ფოფხაძეს, გოგი ჩაიშვილს, კვაჭანტირაძეს პარტიის ახალმა პოლიტიკურმა მდივანმა უთხრა, რომ ისინი მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს. მტრის, ანუ სავარაუდოდ
ნაციონალური მოძრაობის. დღეს 4-ვე ძირძველი მეოცნებე ამ სტუდიის სტუმარი იქნება და საინტერესოა მათი პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ სავარაუდოდ 100-დან 100% შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სათქმელი უთხრა, რადგან როგორც ამბობენ, ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია გუნდიდან წასულ ამ ოთხეულზე. მოკლედ ხელისუფლებასა და მმართველ გუნდს კრიზისი აქვს პარტიაში. ბოლო კვირის ამბების გამო კი ის მხილებულია მსხვილი ბიზნესის კონტროლის სურვილში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ანაკლიის პროექტის შეფერხებასა და ეჭვმიტანილია თავისუფალ მედიაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში. ამ წრიდან გამოსვლა ადვილი არ იქნება. ამ ქვეყნის პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი დაღმართი და ნაღმავალი ხაზის შექმნა მეორე ვადის ბოლოს ჯერ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. აქვს თუ არა ამისი პერსპექტივა ქართულ ოცნებას? ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე, რომელიც TV პირველში შემოგვიერთდა, დეტალურად გაგვახსენებს ქართული ოცნების გენეზის, ივანიშვილის ნაბიჯებსა და ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს, რაც ამ პარტიას ჰქონია. როცა ერთისთვის კარი იხურება, მეორისთვის იღება. ღია და დახურული კარის დღეები ქართულ ოცნებაში. დიდი მისვლა-მოსვლა მმართველ გუნდში. ვერტიკალის გამყარება პარტიაში, როცა ჰორიზონტზე საპარლამენტო არჩევნები მოჩანს. ქართული პოლიტიკა. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. 4 წამყვანი: ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ნინო შიშილაშვილი, ვახო სანაია. წარმოგიდგენთ 4 სტუმარს: ეკა ბესელია, ზვიად ყვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი. წასულები მოსულებსა და დარჩენილებზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც პოლიტიკაში ხდება. ტელეკომპანია პირველის გუნდის ახალი წევრი თამარ ჩიხლაძე პირველების წამყვანებთან ერთად წარმოგიდგენთ ქართულ ოცნებას ღარიბაშვილიდან ღარიბაშვილამდე. დღეს საღამოს 8-ზე პირველები სკანდალებისა და სიახლეების, წერილისა და სიხარულის კვირაშია ჯამები. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ვიწყებთ სტუმრებთან საუბარს. ანონსიდან თქვენ უკვე იცით ვინც არიან ჩვენი სტუმრები, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებ და მათ ვთხოვ სტუდიაში ეკა ბესელია. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა. ზვიად ყვაჭანტირაძე, მოგესალმებით, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. ძველი გვარდია, მთავარი დამრტყმელი ძალა ქართული ოცნების. წერილი თუ სიხარული ძალიან გაცდა ეს კითხვა, მაგრამ მაინც ეხლა და ძალიან გადაიღეჭა. რომელის კვირა უფრო იყო, წერილი თუ სიხარული? სიხარული გვინდა მეტი. გილოცავთ ქალბატონებს დღევანდელ დღეს და ინგას განსაკუთრებით, როგორც იუბილარს. დიდი მადლობა. ინგას ერთადერთი ჩემსაც ისიც იუბილარია და მასის განსაკუთრებით ულოცა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენც ვერთდებით ამ მილოცვებს. ძალიან დიდი მადლობა. თუმცა რამდენად არის სადღესასწაულოდ პოლიტიკაში განწყობა, ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში, ხო? დიახ, და ისეთი კვირა გქონდა, სადაც ბევრი რამ გადაიკვეთა და ყველაფერი საბოლოო ჯამში მივიდა მაინც მიდის პოლიტიკასთან. აი, ქალბატონო ეკა, თქვენი აზრით საით მიდის მთელი ეს პროცესი? აი, თუნდაც ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები, თუნდაც ის რაც ქართულ ოცნებაში ხდება, ეს ყველაფერი უკავშირდება თუ არა მაინც არჩევნებს? ანუ ჩვენ ვართ თუ არა უკვე საარჩევნო ისეთ ციკლში, რაც გავლენას ახდენს ყველა პროცესზე გარშემო? რასაკვირველია, პოლიტიკური კალენდარი განსაზღვრავს უკვე ყოველდღიურობას და ეს იგრძნობა ასე რომ არის ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლო კვირას და მე მგონია რომ აი იმ კვირის მთელი დრამატულობა განსაზღვრა სწორედ ამ პოლიტიკურმა კალენდარმა. ვიღაც ჩქარობს ძალიან ამ სიჩქარეში ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა და ჩვენ კიდე ის ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ კალენდარს უყურებთ ისევ იმ გადასახედიდან, რაც იყო 1 ოქტომბრის იდეების მთავარი შინაარსი, რომ ნებისმიერი არჩევნები განსაზღვრავს სწორედ იმ არჩევნებთან როგორ მიდიხარ, ანუ ხალხთან როგორ მიდიხარ, რას ეუბნები, რა გაქვს სათქმელი და ჩანს რომ ჩვენ უკვე მეორე
მეორე ვადით არჩეული მართველი პარტია, რომელიც უკვე საარჩევნო მესამე ციკლში შედის, საკმაოდ რთულ მოცემულობაში აღმოჩნდა. ეკა შეგაწყვეტინებთ ვიღაც ჩანს რომ ვიღაც ძალიან ჩქარობს, ვინ ვიღაც. დირიჟორი ერთი ყავს ქართულ პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში იმ ფლანგზე, რომელიც დღეს წარმოადგენს სახელისუფლებო ფლანგს. ვინ ჩქარობს? როდესაც მე ვსაუბრობდი იმ დეკემბრის ბოლო კვირაზე, მე პირველ რიგში ვიგულისხმე ადამიანთა ის ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ ამ სიჩქარის დროს ძალიან კონკრეტული ინტერესი და ძალიან კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი გამოიხატა სწორედ ხელისუფლების მესამე შტოს ხელში სრულად ხელში ჩაგდებაში და თუ ამ პროცესში, ამ სიჩქარეში, ამ სიხარბეში, ამ არასახელმწიფოებრივ ქმედებაში აყვნენ ადამიანები, რომლებიც მართველ პარტიაში არიან და ნებისმიერ მათგანი შეგვიძლია ვიგულისხმოთ, ვინც აი ამ პროცესში ჩანდა როგორც სწორედ ამ სიჩქარეში ხარ გულისხმობთ, რომ ვიღაცას უნდა ყველა ნებისმიერ ჩქარა მისვლა საარჩევნო ციკლამდე ან საარჩევნო ციკლის გადმოტანა აქეთ, იმიტომ რომ დღეს სხვათა შორის თქვენ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივაზეც მოგიწიათ პასუხისგაცემა და თქვით რომ არ ღირსეს და რომ უნდა მივიდეთ, ანუ თქვენი პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე გაწყობთ რომ თარიღი იყო ზუსტად 20-ში იქ ისე როგორც კალენდრითაა და ამ მიმართულებით სიჩქარე არ მოგეწონებათ. ხო, ესეა მე მივესალმებოდი რომ პოლიტიკური კალენდარი იყოს დაცული და ქვეყანაში იყოს ისეთი სტაბილურობა, რომელიც ცვლილებებს პოლიტიკური კულტურის დაცვით განაპირობებს, ეს ცვლილებები საჭიროა, თუმცა არჩევნებიც ჩემთვის არის მიზნის მიღწევის საშუალება და ეს მიზანი არ შეცვლილა, ეს მიზანი არის იგივე, რითიც მე პოლიტიკაში მოვედი, რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა. ეს არის მთავარი იდეა და მიზანი, რის შემდეგაც ვხედავ მე პოლიტიკურ კალენდარსაც და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ვხედავ. ამიტომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიტყვა ესეთია გაცვეთილია და შეიძლება ზოგს ეღიმება კიდეც, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ემოციური დამოკიდებულება სწორედ ამ იდეისადმი აქვთ. ვისაც ეჩქარება არჩევნებამდე და ასე ხედავს საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსს, შეიძლება როგორც ეს ხალხური გამოთქმა არის, მოჩქარეს მოუგვიანდესო, ესე აი თუ აღმოჩნდეს. სწორად მივხვდი, აი ამ სიჩქარესთან დაკავშირებით, ანუ ვიღაც ცდილობს რომ სასამართლო როგორც იტყვიან დაალაგოს, ბიზნესში სიტუაცია დაალაგოს, პარტიაში დაალაგოს, რომ მე არა უფეთქდეს ეს სიტუაცია. ამ სწორად მივხვდი, რასაც ამბობთ, რომ ახლავე აქვე ნაპირზე მოათავოს ეს ამბები, რომ მე უკვე კონცენტრირდეს მთლიანად არჩევნებზე. ხო, მაგრამ თავარი ალბათ ეს არის ერთ-ერთი თავარი мотиваცია, რომლითაც მოქმედებს გარკვეული, ესე ვთქვათ, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, მაგრამ თავარი აქ არის რისთვის რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მიზანი ის ხო არ არის, რომ შეინარჩუნო ხელისუფლება ყველაფრის ფასად. ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნებულიყო ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ეძებოდა. აი უყურით, მოდით ლევანთან გადავალ, მხოლოდ ეკას რო არ ვესაუბროთ, ნინო ბოდიში თუ რამის კითხვა გინდოდა. გიპასუხათ პარტიამ და არ მითხრათ, რომ რომელიმე თქვენგანი მეტყვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი არ ნიშნავდა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს. გიპასუხათ პარტიამ, თქვენ სამართლიანობის სახელით ლაპარაკობთ, სამართალზე აკეთებთ აქცენტს, მოსამართლეებზე, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ასხამ წყალს მტრის წისქვილზე, მტერი, ანუ სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობა. ირაკლი ღარიბაშვილი ცხადია, როდესაც ლაპარაკობდა, მე მაგალითად გულისხმობდი, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სათქმელი თქვენზე, რა სიტყვით ლევან? მოგესალმებით. უერთები მილოცვას, თქვენს გილოცავთ პირადად დაბადების დღეს. დიდი მადლობა. და ყველა ქალს ულოცავ დღევანდელ დღეს. სანამ ირაკლი ღარიბაშვილი თქვენს ეთერში გამოვიდოდა, ჩვენ მანამდე პოლიცსაბჭოსგან მივიღეთ გზავნილი. ბოლოს წინ არა, დაახლოებით იგივე არა, ერთ-ერთი იყო შინაარსი, ხა. ერთი იყო უბრალოდ იყო თავი როცა იყო საუბარი. ერთი იყო უბრალოდ წერილი და მეორე იყო უბრალოდ ადამიანის გამონათქვამები. ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული ძალები იყვნენ ნახსენები და თქვენ იქ ადრესატად მიიჩნიეთ თავი თუ უბრალოდ არ გახსენეს, მაგრამ იფიქრეთ რომ ეს თქვენზე იყო დაწერილი.
ნუ ეხა კონტექსტიდან გამომდინარე ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩვენ ვიგულისხმებოდით და მე ვფიქრობ რომ ხო არა მხოლოდ ჩვენ და ის ადამიანები ვინც არ ფიქრობენ იმ ფორმულაზე და არ მიაჩნიათ სწორად ის ფორმულა რომელიც თქვენ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა ხო აბსოლუტურად ცინიკური და მიუღებელი რომელიც ყველაფერს ანგრევს რაც კი შეიძლება ადამიანს განცდა კონდეს რაღაცა ფასეულობების ან მომავალი სახელმწიფოებრივი ხედვის ესეთი ანტისახელმწიფოებრივი ხედვა აი ყველაზე ესეთი რადიკალური ფაშისტისგანაც არ მომისმენია ბოლო ვიღაცები რაღაც დეკლარირებულად მაინც იტყუებიან მაგალითად რომ აი რაღაცა დემოკრატია და ეს ფორმულა იმდენად შეურაცხყოფელია და იმდენად მიუღებელი არის რომ ყველაფერს ანგრევს საერთოდ სახელმწიფოს ფუნდამენტს ანგრევს შესაბამისად ეხლა ჩვენ ამაში ხელს ვერ შეუწყობთ და არც მივცემთ საშუალებას ამაზეა საუბარი ეხლა დაანჩენი თქვი კიდევაც ეხლა ვინ იქნება ამ პოზიციაზე სახელს და გვარს უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სიახლეს შემომტანი არ იყო ეს ეთერი ბოლო ეთერი რომელთანაც მე ვფიქრობ რომ იყო გამყოფი კიდევ უფრო მეტად წყალგამყოფი გამოსვლა იყო მე მეორე დღეს როდესაც პარლამენტში მივედი ის ადამიანები ვინც სხვანაირად წინადღით ეს ამბავი სხვანაირად აღიქვევს ძალიან დიდი იმედგაცრუება ეტყობოდათ იმიტომ რომ ეს არ იყო ის ნათქვამი რასაც თქვათ დარჩენილი ადამიანები მოელოდნენ მისგან ეს არის გამყოფი და კიდევ მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ძალიან ბევრი კოლეგა იმიტომ რომ სადღაც ეს უნდა დამთავრდეს მე არ მგონია ადამიანები ეხა გრძნობდნენ კომფორტულად თავს იმის განცდით რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ ზუსტად იმ სიას დაუჭირონ ხელი რომელსაც მას შეთავაზებენ რომელსაც უკვე ამზადებენ ამ კანონ პროექტით თქვენ იცით რომ რომელიც ეხა გაარეგისტრირდა პარლამენტის თავმჯდომარემ ცვლილებები ამ ხაზში არ იქნება თქვენ ამ იცით რა არის ეხა ჩინჩალაძე იქნება ამ სიაში თუ ჩინჩალაძეს დაწერილი სია იქნება არსებითი მნიშვნელობა არ იქნება ხდებით ხო ამას ჩვენ გავივლით ჩვენ მომავალი 2 თვის განმავლობაში სულ ეს საკითხი იქნება იმიტომ რომ მე ვფიქრობ ჩვენ რა გვინდა ჩვენ გვინდა თავისუფლებაში განვითარდეთ ხო თავისუფლებაში და თავისუფლების ერთ-ერთი გარანტია არის თავისუფალი სასამართლო თავისუფალი სასამართლოს გარეშე ჩვენი თავარი სამი მონაპოვარი არის თავისუფლება და თავისუფლება რატო ვიმეორებ ეხა მე ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიაში საკმაოდ ისეთი წონადი თავის დროზე ფიგურა უკან მიაბრუნეს და მან გაახმოვანა ეთერში ის გადაწყვეტილებები რაც აქვს პარტიას მიღებული და ის შეფასებები თქვენზე არის ცალსახა აი მოდით ბატონ ზვიათან გადავა გედევანი შემოგვიერთდეს ცალსახა მე ასეთი განცდა გამიჩნდა რომ თქვენ ასხამთ მტრის წისქვილზე წყალს წერტილი და კიდევ მინიშნებებიც იყო რომ რაღაც გაუგებარი რაღაც პირადულზე იყო აქცენტი გაკეთებული ანუ თქვენ ხაზი გავლებულია ძალიან მკაფიო მათი თქვენი მხრიდანაც გავლებულია მაგრამ მათი მხრიდანაც ძალიან მკაფიო თქვენი კითხართ ერთ შემოთავაზებას გავაკეთებ თუ მიიღებენ ამას თუ გნებავთ იგივე ფორმატში მე მზად ვარ დასვით აქეთ ხარის ღარიბაშვილი მე იქი დავჯდები და კარგად ახსნას აი ეს ყველაფერი თუ შეუძლია ეს პროფესიონალიზმი დამიწუნეთ ეხლა კარგად არა მე ამიხსნას ეს ეთერიდან ნუ მელაპარაკება გაახმოვანა ის უფრო მეტად შევიდეთ სიღრმეებში ლევან ნახეთ რომ თქვი რომ აი აქ ვისი გვარი და სახელი იქნებოდა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვსო ეს გვარი და სახელი მაინც აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილი რა ტიპის პროექტია ის რა პერსპექტივა დაინახა მასში ლიდერმა რომელმაც ის მოიყვანა ივანიშვილს ამ შემთხვევაში პრინციპში უკაცრავად ღარიბაშვილს არ უთქვამს რომ ივანიშვილის მოყვანილი არ არის გაშვებული არ ვარო მაგრამ მოიყვანა ნამდვილად ეს დაადასტურა სხვანაირად ვერ იქნებოდა თუმცა ამითი ეჭვის ქვეშ დააყენა ის პირველი ნაწილი როცა გაშვება როგორ არის სხვანაირად და მოყვანა სხვანაირად ეგ კიდე ცალკე თემა მოკლედ რა პროექტია შეგიძლიათ მითხრა და შემდეგ გუნებავთ კითხვა დაუსვა ქალბატონო ბატონმა ზვიატმა გაცეს და მე დაუბრუნდეთ ამ საკითხს. ბატონი ზვიატ და ბატონი გედევანიც აი პირდაპირ ხო ნინომ რაც იკითხა ეხლა რა. ჩვენ როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით რამდენიმე დღის სხვაობით ხო? თავიდანვე ვთქვით რომ ჩვენ ვიყავით ყველაფრისთვის მზად. რა თქმა უნდა ეს შეფასებებიც რადიკალური რომელიც კიდევ უფრო მეტ ღრმულს აჩენს ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის იყო მოსალოდნელი ჩვენთვის.
ეს არის რატომ იყო მოსალოდნელი? მანამდე იმიტომ, რომ ეს არის- წეუბნებოდნენ, არა, რომ თქვენ მანამდე თუ ჩვენ- ახლა არა. ტრისის ქულზე დაასხამ წყალს? ჩვენ პერსონალურად ამას არ დაგგვეუბნებოდა, მაგრამ ეს იყო სტილი ყოველთვის, რასაც მე უკვირდებოდი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ის არის ჩვენი მოწინააღმდეგე და ჩვენ მოწინააღმდეგეთ უკვე რამდენი ხანია აღიქმება ნაციონალური მოძრაობა, ხო? და მიშას ტრის ხატი. ცნობილი რომელიც სტრატეგია არის ერთთვისოვნად ჩვენთვის ყველასთვის დამნაშავე და რომელიც არ იხდის დღემდე სასჯელს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ ის სასჯელს არ იხდის დღემდე. ამაზე გამწობა და ძალიან ბევრი ლაპარაკი მე მიმაჩნია აბსოლუტურად უპერსპექტივოდ, თუმცა მზად ვართ ამაზეც ვისაუბროთ უსასრულოდ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ დავიწყებ, ჩვენი საქმე გამოგვაჩენს და ჩვენი ნაბიჯები გამოგვაჩენს, ვისი პროექტი ვართ, რა პროექტი ვართ და გვაქვს თუ არა საერთოდ რაიმე შეხება იმასთან, რასაც თქვენ წერად. დავამთავრებ ერთ წამით, რასაც თქვენ წერად აპელირებდით, თითქოს იქედან მოდის კი იქედან და ჩვენ უსმენდით ამას დიდი, ასე ვთქვათ, გულის ტკივილით, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაჩნევს, ჩვენ ყველაფრისთვის არ ვართ. არ ვართ ჩაგვრისთვის, ბულინგისთვის, რეპრესიისთვის, ყველაფრისთვის, აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც თქვენ ვიღად დაგჩაგრავთ ახლა ამის შემდეგ ჩვენი ვიღად გამოходით ამ სიტუაციიდან, სადაც ჩაგვრის მთავარი ელემენტები იგზენით პრინციპში, მაგრამ მე მაგალითად იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ პოლიტიკაში ბევრი რამეა დაშვებული, მაინც ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და ერთ-ერთი ჩემი мотиваცია წინა ეთერში გითხარით, რომ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ჩვენი ასე ვთქვათ განზრახვები, რომ თითქოს ჩვენ საერთოდ აი მახსოვს ეკას იმაზეც ესეთი გამარტება გააკეთა, რომ აქ აბსოლუტურად ნათელიაო, რომ ისინი უჭერენ ხარს და სად არიანო და ესე იგი პრაქტიკულად გაგვერთია და უკვე დაცმოძრაობასთან ძალიან სასაცილო. საერთოდ მაინტერესებს ეს ხალხი სად იდგა, როდესაც ჩვენ ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას. აი, მოდით, აი ამ კითხვას უპასუხოთ, ბატონო გედევან. რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? რა აქვს მას ისეთი გაკეთებული, რის გამოც გაახსენდა ივანიშვილს, რომ აი ახლა მე ეს მჭირდება, აი ამ კრიზისის დროს, რა უნარი აქვს მას ასეთი? მე მაგას დღის პირველ ნახევარში ერთი აზრი მქონდა და საღამოს უკვე რადიკალურად განსხვავებული აზრი მქონდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოასწრო 12 ბოლოდან დავიწყოთ. ბოლოდან უკვე დამთავრდა ყველაფერი და უკვე დასასრული იყო ბოლოს უკვე ინგასთან მისი ეთერი. ჩემთვის ირაკლი აღარ იყო საინტერესო რა. მიუხედავად იმისა, რატომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო. ეხა ოპონირების რეჟიმზე ვიღაც ყოფდა და მაშინ რატომ ჩემთვის რატო არ იყო საინტერესო რა? მე მიმაჩნია რომ პოლიტიკოს უნდა პირველ რიგში პოლიტიკოსის მახასიათებელი უნდა იყოს მისი პრინციპული დამოუკიდებელი პოზიცია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მას უნდა რაღაცა პოზიტიური ცვლილებები მოახდინოს პოლიტიკურ პროცესში. მინდაო, მაგრამ ტრის ხილზე ასხამენ წყალსო. ჩემი ძირძველი თანამებრძოლები კი იყვნენ. მე მაგას ოთხი დღე უსმენთ მაგლაპარაკებს უმრავლესობის თემაზე ხა. ამიტომ პასუხსაც არ გავცემ. მე საერთოდ არ ვხვდები მაგ თემას იმის გზად რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ ვინ ასხავს მტრის ცისხლზე წყალს არსებითად მე ძალიან კარგად ვიცი რომ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ცუდად აკეთებენ საქმეს, რომლებიც ღალატობენ თავის საქმეს, რომელიც ღალატობს 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომელიც ზუგს აქცევს ხალხს, რომელსაც უნდა ჩინჩალაძე სასამართლოში, რომელსაც უნდა სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეების სასამართლო სისტემაში, ეს ასხავს მტრის ცისხლის წყალს და ის ვინც სიმართლეს ლაპარაკობს, ვინც პრინციპულ პოზიციაზე დგას, ის ვერ დაასხავს. რა იფიქრეთ, როდესაც გაიგეთ რომ ღარიბაშვილის აბრუნებდნენ უკან? აი მაშინ პირველი რეაქცია რა იყო? რა იფიქრეთ? მე ჩავთვალე რომ ვიღაცამ მაინც ეგრეთ იფიქრა რომ არ შეიძლება მემკვიდრეობითობა პოლიტიკურ გუნდში გადაიხაზოს, საჭიროა 2012 წლის 1 ოქტომბერთან ემოციური კავშირი, მორალური კავშირი, იდეოლოგიური კავშირი. არ შეიძლება მოხვიდე ხელისუფლებაში ერთი პრინციპებით, ღირებულებებით და იდეოლოგიით და 6 წლის თავზე აბსოლუტურად საწინააღმდეგო აკეთო. იდეურად ქართული ოცნება თქვენთვის დამთავრებულია, როგორც პოლიტიკური პარტია ის ვერ შეძლებს ასე ვთქვათ რეანიმაცია, რეაბილიტაციას. მაგაზე რა, პირდაპირ პასუხს გეტყვით რა, არ დავიწყოთ მოკიბულ საუბრს. მე მიმაჩნია რომ
ჩვენ მე პირადად და ალბათ ჩემი გულისხმობით არ მინდა თქვა, მაგრამ მე 1% რაიმე შანსი დამენახა იმისი, რომ ქართული ოცნება დაბრუნდება 2012 წლის 1 ოქტომბერში, აი ამ თვალსაზრისით, ან ემოციურად, ან იდეოლოგიურად, ან ღირებულებითი თვალსაზრისით, მე შიდა პარტიულ წინააღმდეგობაში მონაწილეობას გავაგრძელებდი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზარალდებოდით. პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით აი სასწორზე დევს დარჩება თუ არა ქართული ოცნება ხელისუფლებაში. ამ ნაწილში თქვენ ხო კარგად იცნობთ შიგნით სიტუაციას. აი ხლა ხომ ცდილობენ რომ პარტიის ვერტიკალი გაამყარონ თუ არ ვიცი ჰორიზონტალურად გაამყარონ თუ როგორც არის. ქართულ ოცნებას რა მდგომარეობა აქვს შეგიძლიათ გითხრათ? ანუ წინ არის არჩევნები და ამისთვის არის ეს ყველაფერი. ჩვენ ამაზე ვახდან კონცენტრებას აღარ ვაპირებთ. მე უბრალოდ დავინახე რომ ის რაც თეორიულად შეიძლებოდა ხო ირაკლი ღარიბაშვილის პოზიტიური შემოეტანა მან დღის ბოლოს ხაზი გადაუსვა ამ პოზიტიურს. მესმის, ანუ აი ამ დამოკიდებულებები. კი ბატონო, ბატონზიად, მაგრამ ძანე და სხვა კითხვა მინდა დაგისვათ არაღარიბაშვილთან კავშირში. ვალდებული ვარ რომ ეს თქვა, იმიტომ რომ როდესაც ასეთი შეფასებები მოვისმინე, მე სახტად დავრჩი და განსუფრებული ვიყავი. ეკა მახსენა რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ირაკლისთან, სული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ მეც ხშირი კომუნიკაცია მქონდა. მას მერე რაც ის პრემიერი აღარ იყო. მას მერე რაც ის პრემიერი აღარ იყო. აი ბოლო პერიოდშიც როცა უკვე სულ ბოლოს ჩვენი კომუნიკაცია გეგმავდით და ეს ჭიდილი როცა იყო შიდა. და მე ვიცი მისი აზრები და მე ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი ტრანსფორმაცია 2-3 თვის განმავლობაში. მე არ ვთვლი საჭირო რომ ეს ჩვენი ეს მოდა თქვენი, მოდი ასე დავსვათ კითხვა, ეს მოდა მას თქვენი. მე გეტყვით პირდაპირ რომ ეს ეხლა ჩვენთვის აღარ არის მთავარი ამბავი რა. აი პერსონის შეფასებას არ თქოთ, ხო გესმით, ეკა, ჩვენ ეს არ არის პერსონის შეფასება, ეს არის პროცესის შეფასება. ღარიბაშვილი ჩააყენეს თავში ხო პროცესს. აღარ არის ეს. მესმის, მაგრამ მოდი ცოტა შევცვალოთ ეს დისკურსი, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ჩვენი ამოცანა იყოს შევაფასოთ კონკრეტული პიროვნებები. მოვლენა უნდა შევაფასოთ და ეს მოვლენა უნდა დავინახოთ თლიან პროცესში. აი თლიან პროცესში რომ დავინახოთ მოვლენები და ყველაფერი წეგან ვიდრე თქვენ მობრძანდებოდით და ჩვენი გადაცემა დაიწყებოდა, აი ვახომე და დიანა ვსაუბრობდი და ესეთი მარტივი პირველი კითხვა რა დავსვათ თქო, რითი უნდა გაგვეხსნა ეთერი და ძალიან მარტივად თქო. ყველას პოზიცია ეს იყო. მაშინ გითხარით რა ხდება ქვეყანაში. ერთია თქვენი განცხადებები სასამართლოსთან მიმართებაში, რაზეც არაერთხელ გისაუბრია და ამ ეთერშიც კიდევ მოგვიწევს ჩვენ საუბარი, მაგრამ მეორე არის რეალობას როგორ აფასებთ თქვენ. ანუ ხო ხდებით დაკვირვების რეჟიმია ეხა თქვენზე. ვის თამაშს თამაშობს ეს გუნდი ან ვის თამაშს ითამაშებს. აი მე გეკითხებით მოყვნენ სათითაოდ ჩამონათვალი იყო აქ თემების ბიზნესზე განცხადებები, ბიზნესის განცხადებები, წერილი თუ სიხარული, ერთი ბიზნესმენის განცხადება, მეორის რა ხდება ქვეყანაში, წერილი, რომელშიც კითხულობთ, რომ ტრენდი უნდა შეიცვალოს რომელიღაც მედია საშუალებამ, უნდა გამოვიდეს რომელიღაც ბიზნესმენი და თქვას, რომ მე ხელისუფლებას ვუჭერ მხარს და უნდა ილაპარაკოს სისხლიან ცხრაწელზე. რა ხდება ქვეყანაში და აი ოთხივეს პასუხი მინდა. თქვენ გჯერათ, რომ შეიძლება წერილი, ასეთი სკანდალური წერილი, რომელიც გახდა კვირის მთავარი თემა, ეკუთვნოდეს გიორგი გახარიას. მოდით აი სრული სურათი დავინახოთ, მე მგონი ეს არის ის ცენტრალური საკითხი ინგა ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ. დღეს ჩვენ გვესმის აი ამ დაკვირვებული მზერა, რომელიც თქვენ ახსენეთ, საზოგადოების ინტერესი, რომელიც მომართულია, ჩვენ გვესმის, რომ აი ჩვენზე საუბრობენ, რომ ესენ ბიძინა ივანიშვილის პროექტის ნაწილი არიან თუ პროექტია, თუ მათ შექმნილი ალტერნატივა. მეორეს მხრივ, აქედან მოდის ალბათ სადღაც დაახლოებული წყაროები თუ პირები ქართულ ოცნებასთან ამბობენ, რომ ესენი ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ხო არ ასხამენ წყალს, იგივე ღარიბაშვილის ის პასუხები, ხო? ცოტა სასაცილოდ ეხა ეს ყველაფერი და რაღაცა ეტაპზე ალბათ ჩამოყალიბდებიან რომელ პოზიციას ირჩევენ საერთოდ სადავართ, მაგრამ ჩვენ სადავართ, მოდი ამას შევხედოთ. ხო, ამიტომ მოდით ამაზე თავად იმჟელონ და თავად იპაექრონ, მაგრამ ჩვენ სად ვართ? აი საუბრობთ ამაზე. ჩვენ არსად არ წავსულ ვართ. ჩვენ იქ დავრჩით, სადაც ვიყავით 4-ვენი და არა მხოლოდ ჩვენ, მე მგონი რომ სხვებიც არიან და ეს მაიმედებს რომ არ ვართ ჩვენ 4 და არც ცოტანი არ არიან ის ადამიანები, ვინც დარჩნენ იქ პრინციპებთან დავასრულებ, რა თუ შეიძლება დავასრულებ. იმ პრინციპებთან დარჩნენ, რისთვისაც ჩვენ თავის დროზე შევერთდით.
დავინახეთ ის, რომ არ მიდის სწორად ქვეყანაში პროცესი და მართველი პარტია არის გამსაზღვრელი, ხელისუფლებაში ხარ და გამსაზღვრელია, სწორად მიგყავს თუ არა ეს პროცესები. ხა სასამართლოზე როდესაც ლაპარაკობთ, საბოლოო ჯამში ბიზნესის თავისუფლება, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური უფლების გარანტია სასამართლოთ იქნება ქვეყანაში. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების იმ ორი შტოს მოქმედებასაც. და აი დღეს რომ ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობდა ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის ვიდეო მიმართვა გავცხოვდა. მე შინაგანად შემძრა, ეხა ვიღაცა შეიძლება ამაზე ქილიკობს და ამ რაღაც ხუმრობის ხასიათზე დგება, მაგრამ შინაგანად შემძრა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თავისი უფლების გასარკვევად ისევ სასამართლოში უნდა მივიდეს. და ვისთან უშვებთ ჩვენ მეთოფიშვილთან? ის ადამიანი, რომელიც აი სიმბოლოა დღეს უბადო დანიშნული უსამართლობის. აი ეს არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს ერთი თემა ესე ცალკე აღებული თემა კი არ არის, ეს ერთი თემა განსაზღვრავს ამ ქვეყანაში ყველაფერს. მე პირადად რატომ მქონდა ისეთი მძიმე რეაქცია, როდესაც მე აღმოჩნდი პირისპირ, რომ ეს 10 სიმბოლო უსამართლობის ჩემთვის ეს იყო კრეფსითი უსამართლობა, რომ ჩემი ხელით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ ქვეყანაში ასევე დიდი უსამართლობა. კი ბატონო, მაგრამ აი დავამთავროთ მე თქვენი პოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით არის ცალსახა და ცნობილია. ეს გვარები ეს ბიზნესის თავისუფლებას უკავშირდება, ეს ყველაფერს უკავშირდება. პასუხი, თუ გნებავთ ლევან თქვენ არ ვიცი, რომელსაც გნებავთ პირველ რიგში, იმიტომ რომ თითოეული თქვენგანის პასუხი მე გეტყვით ხალხატანო რომელზეც ბიზნესმენი უსერიოზულესი ბიზნესმენი საუბრობს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამბობს, რომ მე გამომიგზავნეს მუქარის წერილი, ვინ იყო და უსვეს კითხვა. მან თქვა ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია. მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ თემასთან მიმართებაში. მე მგონი ყველამ ცალ-ცალკე ყველამ გავაკეთეთ ხო, მაგრამ ამაზე ეს კომენტარი. რომ გიორგი გახარია შეიძლება იყოს ამაზე გისვამ. ხარს უჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმიტომ რომ არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან ჩვენ არ გვაქვს უფრო მეტად დამაჯერებელი არგუმენტები იმისთვის რომ რომელიმე ერთი მხარის ასე ვთქვათ რომ საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ რაღაც. ანუ ესე აპრიორი რომ გახარია ამ წერილის ავტორის შესაძლოა ისე როგორც სხვა პოლიტიკოსებს თქვენ არ გჯერა. არა, ამის საბოლოო თქმა არ შეიძლება, მაშინ არანაირ შესწავლას და გამოძიებას აზრი არ ექნება. ხა ამის თქმა რომ აპრიორი ეს არის გახარია, ან არ არის გახარია. მე არ მგონია რომ სწორი პოზიცია იყოს, მე ჩვენ არა ვართ არც ერთი და არც მეორე მხარე. და ამიტომ თქვით რომ პარლამენტი უნდა დადგეს ორივე მხარეზე მაღლა, არ უნდა იყოს ის არც ერთი მხარე. პარლამენტი უნდა იყოს ნეიტრალური, მაკონტროლებელი ორგანო, უნდა შეიქმნას კომისია, გნებავთ საგამოძიებო, გნებავთ დროებითი და პარლამენტმა შესწავლა უნდა დაიწყოს ამ საკითხის. გედის ვკითხოთ, ვინაიდან მართლამჯერა არ მჯერას თემა დიქცა ეს ცნობილი წერილი, თქვენ ინტუიციურად რას გრძნობთ? ამის ასე უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ სხვა მხრივ პროკურატურამ გამოაცხადა, რომ პერსპექტივა არ აქვს ამ საქმეს. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ წარსულიდან გამომდინარე ინტუიცია და ერუდიცია შევაჯეროთ და შევთანხმდეთ იმაზე, ჩვენ მხარე არ უნდა ვიყოთ რა ამ პროცესში რა. თუ მე აპრიორი გამოვალ ასეთი პოზიციაზე, რომ მე მხარს უჭერ ამუკა ხაზარაძეს როგორც ბიზნესმენს და მინდა რომ ის გამართლეს ამ სიტუაციაში და ბოლომდე მიყვე, მაგაშიც არ ვიქნები მე მართალი. იმიტომ რომ ეს მოცემულობა თავისთავად მე მაკარგვინებს იმ ნიშას, რომ ვიყო სამართლიანი. ჩვენ ვითხოვთ მინიმუმს, რაც მოითხოვა თვითონ ბიზნესმენმა ამ შემთხვევაში და მხარს უჭერთ ამ ნაწილში, რომ პარლამენტმა თავისი საკონტროლო ფუნქცია ეფექტურად შეასრულოს. მაგრამ რაც გააკეთა პროკურატურამ, რომ გამოკითხა ხაზარაძე და თქვა, რომ საქმე დამთავრებულია. ეს არის თუ ჩვენ არა? ამას არ უჭერთ ხარს. ჩვენ ამბობთ რომ ეს არის მეორე მხარე. გავიგე, მაგრამ მეორე მხარეზე რას ფიქრობთ? საქმე არც დაუწყია ამ ნაწილში. აი ამ შემთხვევაში მეორე მხარეს წასვლა ისეთვე არასწორია. პროკურატურას ევალებოდა თუ არა უფრო მეტ სიღრმეში, მეტად სიღრმეში ჩასვლა. მე ხლა ვარ პოლიტიკოსი, რომ ვიყო ადვოკატი სიტყვაზე და მქონდეს ჩემი კანტორა, მამუკა ხაზარაძე თუ მოვიდოდა გავხდებოდი მისი ადვოკატი და დავიჭერდი ცალსახა მხარეს, ამ შემთხვევაში მე არც პროკურორი ვარ, არც ადვოკატი. აი ლევანს ქონდა ამ თემაზე. ჩემი ამოცანა არის ვიყო ობიექტური და მე მგონი ბიზნესმენი პოლიტიკოსებზე არ უნდა
ეთხოვდეს იმას, რომ ცალსახად მე დამიჭირებ. თავი და არ თხოვს. ჩვენ კითხვებში ეს არ არის ეს მოაზრებული. ლევანს აქვს რაღაცა სათქმელი და შემდეგ ერთი შეკითხვა არა, აქვს. კითხვაზე ეხლა გავწევ. პროკურატურამ რაც გააკეთა, ერთ დღეში 24 საათში დაიწყო და დაასრულა თემა, თქო რომ აქ არაფერი არ არის. ორი მხარეა, რომელიც არ არის ჩვეულებრივი მხარე, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ ძალიან მსხვილი ბიზნესი, ხო? და საბანკო სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მე ვფიქრობ, უკმარისობის გზნობა დატოვა პროკურატურამ და მე მათ ადგილას უფრო მეტად შევიდოდი სიღრმეში და უფრო მეტ ნათელს მოვფენდი და რადგან პროკურატურამ ვერ ითავა ეს საკუთარ თავზე, ამ მოცემულობაში მგონია პარლამენტი როგორც სახალხო წარმომადგენლობა, პარლამენტი თავის იდეით, მან უნდა შეავსოს ეს უკმარისობა. ორშაბათს იქნება ორშაბათს დადგება საკითხი ბიუროზე, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. თქვენი 4 ხეულის თანხმობა ამ პროცესს ექნება? ჩვენ უჭერთ მხარს ერთი შეკითხვა, რომელიც მინდა დაიწყო შესწავლა ამ მინდა და დავსვა და თქვენ კითხვაზე მინდა გავცეთ, იმიტომ მე მისვავდი თქვენ შეკითხვას. სიმახინჯემ, რომელმაც შეაღწია სასამართლოს ხედვაში, ეს სიმახინჯე, რა თქმა უნდა, არა მარტო სასამართლოში იქნება. აი, სწორედ ეს უნდა მეკითხა, გავრცელებულია, ყველგან არის. ანუ ეს არასწორი ხედვა, როგორც არის სასამართლოსთან მიმართებაში, ბუნებრივია ეს, გადამდებია სხვა სფეროებზეც და ამიტომ გადამდებია თუ უკვე არის. ანუ ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად სასამართლო, იცით რა არის? აი, თუ რაღაცას ვიღაც იკადრებს სასამართლოში, ყველაფერს განიკადრებს. მედიაში რატო არ იკადრებს, პროკურატურაში რატო არ იკადრებს, უშიშროებაში ასე ტოტალურად არის თუ არა მდგომარეობა მძიმედ. აი, თქვენ სასამართლოს გამო წამოვედითო ამბობთ, ხო? მე მაინტერესებს ყველაფერ დანარჩენზე. ის რაც სასამართლოში ხდება, ყველგან ხდება თუ არა. ჩვენ ახლა მხოლოდ სასამართლოზე ხო არ ვსაუბრობ, ჩვენ გვაინტერესებს რა დონემდეა მისული ამბავი. ფაქტზე ვლაპარაკობთ, რომელმაც ამხელა სკანდალი გამოიწვია ქვეყანაში, კაცს აღუძრეს საქმე პროკურატურამ, ერთ-ერთი სააგენტოს დაინტერესებით უცებ ჟურნალისტური რაღაც დაინტერესებით და აღუძრეს საქმე, რომელზეც არ არის დაზარალებული, არ არის ამ საქმეში ბრალდებული, კაცმა ვერ გაიგო დღეს რატო არის ასეთი სასწრაფოდ გამოსაძიები და ამის უკან ვინ შეიძლება იგდეს. რამდენი განშტოება აქვს, რამდენ რამეს ეხება, პროკურატურას ეხება, მედიას ეხება, ბიზნესს ეხება, სასამართლოს შეეხება. ყველაფერს ეხება, სამთავრობო სტრუქტურებს ეხება. უმნიშვნელოვანეს პროექტს ერთი საქმე, რომლის გარშემო ამდენი რაღაც იკვეთება. მე მაინტერესებს ის რაც სასამართლოში ხდება თუ არა ყველგან. იცით რა არის მაგალითად თეთრაძის მოსამართლე როგორც იყო სასამართლოში, ასევე იყო ის პროკურორი პროკურატურაში. ეხლა კარგად თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ეხლა. იცით რა არის ჩვენთვის მთავარი სასამართლო რატოა იცით მთავარი რომ ბოლო იმედია ხვდებით? მანამდე არის რაღაცა დაბოლოებები და ბოლო ადგილია სიმართლის და იმასაც იმ წმინდა ტაძარსაც რო რყვნი, უკვე არის უიმედობა და ქაოსი. შესაბამისად, იქ თუ შეაღწია ამ ბაცილამ რა თქმა უნდა ეხა რო ვთქვა სხვაგან არსად არ არის და ყველგან რაში დაგვჭირდებოდა საგამოძიებო კომისია პარლამენტში ჩვენ რომ გქონდეს კარგი სასამართლო და ეს პროცესი ხომ არ დაწყებულა სასამართლოში წავიდა ერთ დღეს ანუ პროცესი მიდიოდა როდესაც იყო მაგალითად რუსთავიორის საქმე ეხლა ჩვენ რატო არ უნდა ვიფიქროთ რომ იქ ხელისუფლება იყო ჩარეული უხეში ფორმებით და ის ცდილობდა სასამართლოზეც გავლენის მოხდენას აი ბატონ გედევან თქვენ გეკითხებით აი კონკრეტულად რუსთავიორის საქმეზე იცით რაიმე გსმენიათ შიგნით ხელისუფლებაში რომ რუსთავიორის საქმეზე ხელისუფლება ახდენდა გავლენას სასამართლოზე ახდენდა გავლენას სხვა მიმართულებით მარტო ჭორების დონეზე მქონდა და მე ვერ გეტყვით მასეთ ვერაფერს რომ მე კაბელებზე არა ესეც სასამართლოს თემებს უკავშირდება იქედნურად ნუ ჩაიღიმებთ ეხლა ბატონო შეფასებითი საკითხია არა მე რატო გეკითხებით ხალხო კაბელები ფიქრობ რომ წყარო არის მოწამლული შესაბამისად მე ყველაფერი შეგიძლია ამ ყველაფერს მიაბა ამიტომ ეხლა ჩვენ აქ შეფასებაში ვერ შევიჭრებით რაღაცა კონკრეტული საქმეების არა კითხვაზე არ არის რა თქმა უნდა შენ გაცე მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ რაღაც არის შერყვნილი იქიდან შენ შეგიძლია ნებისმიერი თეორია ააგო ამიტომ ეხლა ჩვენ აქ ინდივიდუალურ
იმდენი რაღაცა არის, სხვა საკითხებით, კაცო, ყოველდღიურობა, სხვა საქმეებით, ეხლა ვერ ამოვწურავთ რაღაცებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საპარლამენტო კომისია იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო შეიძლება ყოფილიყო მდგრადი სამართლიანი განცდის მატარებელი არ არსებობს. ეხლა აქედან მოდის ყველაფერი სულა რაღაც. რეკლამის დროა, მოდით რეკლამაზე გავიდეთ. გედემას ხომ არ ვათქვევინოთ რაღაც რეპლიკის სახით აქვს და შემდეგ გავიდეთ. ზანეთ ბატონო გედი რაც მოკლედ ძალიან და არა, უბრალოდ მე კონკრეტულ кейსებს იმიტომ არ ვეხები, რომ გონია რომ ეს ჩაგვითრებს ძალიან ისეთ საუბრებში, თორე ჩვენ რომ ეს ბოლო ჩვენი გადაწყვეტილება იყო რაღაცა პროცესის შედეგი და არა ემოციური და იმპულსური, მაგი მე მგონი ყველა უნდა ხვდებოდეს მაგას, რომ ჩვენ აქამდე მივედით იმ შიდა ბრძოლის შედეგად, რომელიც გავლილი გვაქვს. გასაგები, კარგი. რეკლამა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ასევე ამ კი ბატონო, იცით რატომ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, ვიდრე რეკლამაზე გავალთ, რატომ გვაქვს ჩვენ აი ამდენი კითხვები თქვენთან დაკავშირებით? არის ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება განცხადება გაკეთდეს თქვენი მხრიდან რაღაცა ახალი მოძრაობის, პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ. რეკლამის შემდეგ ვიპასუხეთ ამაზე, ეს ასეა თუ არა, შედის თუ არა თქვენს გეგმებში და ჩავთვალოთ, რომ ეს არის პირველი ეთერი, სადაც დაკვირვების რეჟიმში ხართ. ვინ არიან? ეხლა რა უნდა? დაუბრუნდებით ძალიან მალე. შევედით პირდაპირ ეთერში დაუბრუნდით და ინგას საუბარით შემოვედით პირდაპირ ეთერში იმავე შემადგენლობით, როგორც სტუმრების, ასევე წამყვანების. ხო, აი ინგას ქონდა ესეთ შეკითხვა, რას აპირებთო და საინტერესო იქნება მოვისმინოთ რა თქმა უნდა რაღაცას აპირებთ. ახლა ამაში ეჭვარავს ეპარება, იმიტომ რომ თუმეტეს არჩევნო წელია, მithumetes თქვენ უკვე პოლიტიკურ სივრცეში ხართ, ალბათ არ აპირებთ რომ გახვიდეთ ნაადრევად პოლიტიკურ პენსიაზე. ამიტომ ვკითხულობთ, თქვენ გამოხატული სიმპათია გაქვთ რომელიმე არსებული ჯგუფის მიმართ, თუ ვისაც ფიქრობთ რომ შეიძლება შეუერთდეთ, გავერთიანდეთ რაღაცა საერთო სივრცეში მოექცეთ, თუ ფიქრობთ რომ რაღაც ახალს შექმნით და ამის რესურსს ხედავთ თქვენი 4-ეულის მიღმაც. ხო, ეს საინტერესო კითხვაა, მაგრამ მე აი პირდაპირ გიპასუხოთ, რაზე ჩვენ გვისაუბრია 4-ეს და რაც გვაერთიანებს, ეს არის მთავარი რამ. ყველაფერ იმას, რასაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვია, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტები თუ შესაძლებლობები, განვიხილავთ როგორც აუცილებელ გასავრელ გზას, რომ მივიდეთ მთავარ მიზნამდე. ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა, აი თავის დროზეც იმიტომ გადაიკვეთა ჩვენი გზები, ჩემი და ლევანის ბევრად უფრო ადრე, შემდეგ უკვე გედი და ზვიადი, მე ვგულისხმობ 2011 წლამდე, როცა ჩვენ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით და ეს ბატონები დღეს რომ იმზირებიან ახლა პოლიტიკური იმიდან ტრიბუნებიდან, მაშინ რაღაცა ჭუჭურტანიდან გვიყურებდნენ ალბათ. ჩვენი მთავარი იდეა იყო, რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყო მართლაც თავისუფლებისა და სამართლიანობის ყველა წინაპირობა. ეხლაც აი როდესაც ამ წუხილებმა ისევ შეგვყარა ერთად აი ამ ესე ვთქვათ სიტუაციაში ყველაფერს უყურებთ ჩვენ როგორც ინსტრუმენტს და შესაძლებლობას რომ მივიდეთ იქამდე რომ ამ ქვეყანაში იყოს გარანტირებული ყველა ჩვენთაგანისთვის რომ თქვენ პროფესიაში იყო თავისუფალი მე ჩემ პროფესიას როდესაც დაუბრუნდები იქ მქონდეს განცდა რომ და რა პლატფორმიდან აპირებთ სამართლიანობა ეს ვიკითხე ეს გასაგებია ეხლა ჩვენ რასაც ფიქრობთ პოლიტიკურ პროცესში ყველა როცა საუბრობთ რომ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობებს ვიდრე არჩევნები მოვადეს ეს არჩევნებიც შესაძლებლობა იმისთვის რომ ამ ქვეყანაში გარანტია შეიქმნას რომ იყოს სამართლიანობა იყოს სამართალი იყოს გარანტირებულად დაცული უფლებები იქნება ამ არჩევნებზე ამბიცია რომ ისევ იყოთ თქვა პოზიციონირებდეთ პარლამენტში ანუ იბრძოლებთ ამისთვის და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ეს აუბედითი კოჰაბიტაცია დასრულდეს იმისთვის რომ იმ მცირე ჯგუფს ადამიანებისაც ვისაც უნდა რომ საკუთარ თავზე მოირგოს სახელმწიფოს ინტერესები რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს ნორმალურ ჯანსაღ კალაპოს და ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ეს მთავარი იდეა რაც ამ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატიის გამსაზღვრელი და პროგრესის გამსაზღვრელი ეს რეალობად იქცეს ანუ მხოლოდ ბოლო ჟამის ჭირმა არ გაგაერთიანათ რაღაცა მომავლის პერსპექტიულმა რაღაც საერთო ხედვით შეუძლებელია ამ იდეისთვის იბრძოლო და არ დაინახო მომავალი. ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს მზად არის იყოს ამ პროცესის თანამონაწილე და ამ ენერგიას ჩვენ ხედავთ გარედან, ხედავთ საზოგადოებაში, ხედავთ იმ ადამიანებს, ოცნებაზე გუგატეხილი და გაბრაზებული ამომრჩეველი არის ამომრჩეველი ვიზეც გეკნებათ გათვლა აი გედისაც ბატონზიაცაც ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, ვისაც ეს გული დაწყვეტა აქვს, გულის ტკივილი
შვილი აქვს, ვისაც იმედები გაუცრუვდა. თქვენ ხართ ქართული ოცნების კონკურენტები. კონკურენტები, ასე გამოდის ამომრჩევლის გაყოფის ამბავში. არ ჩანს ეს შეფასებებიდან, რომელსაც გვაძლევენ? მე ვფიქრობ, ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდეს ის ძალადობრივი რეჟიმი, მაგრამ არ გვინდა არც ის, რომ ქართული ოცნების სახელით ლაპარაკობდნენ ნაციონალური მოძრაობის გამგრძელებლები. ამიტომ არც ერთი და არც მეორე მხარე დღეს ამ იდეას არ ემსახურება, როგორც ჩანს. ივანიშვილს უშვებთ პოლიტიკიდან? ჩვენ სახელს და გვარს არ აქვს, ნინო, მნიშვნელობა, გიგნებავთ ივანიშვილი და არქვი და გნებავთ ღარიბაშვილი. კოაბიტაციის ავტორი ის გამოდის რეალურად. ჩვენ წამოვედით იმ პარტიიდან, რომლის თავმჯდომარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. წამოვედით იქედან, ამიტომ და დავდექით ისევ იქ, სადაც არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა. ამიტომ თუ და როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა არასოდეს იმ რეჟიმის დაბრუნება, ვისაც ვებრძოდით, თუ იმ რეჟიმის დაბრუნების საფრთხეს ქმნის დღეს მართველი პარტია, იქ ვერ დავინახეთ ჩვენ სწორედ ჩვენი ადგილი და ადამიანები, რომლებიც დღეს ქართული ოცნების სახელით ლაპარაკობენ და რეალურად განასახიერებენ ნაციონალურ მოძრაობას, არ გვინდა არც ანუ მე შემიძლია დავაცხნო, რომ თქვენ ივანიშვილის პოლიტიკიდან გაშვებას აპირებთ. როგორც არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანი. ასეთ გაშვებას არ ვაპირებთ. ამ კითხვა ცოტა რაღაცის გამოიწვია. არა, ხო, მნიშვნელობა, არც ეცახულობა. არა, ჩემ ერთ დემარს მოყვა თქვაშუს ბიზნეს დაბრუნება პოლიტიკაში. როგორ არ აქვს სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს. მოვლენაზე ვლაპარაკობთ. დაანონსა თავისი დაბრუნება სწორედ პირველი კონფლიქტი როცა იყო ჩემი და გუნდის. მე საერთოდ არ მეინტერესებს ეს მოცემულობა, მინდა ზუსტად გაიგოთ რა. პირველ რიგში რაც მე არ მომწონს, ეს არის პოლიტიკური დალტონიზმი, რომელთაც არის დღეს ჩვენი პოლიტიკური სივრცე ყველაზე უფრო დაავადებული. ესე იგი, მე არ მომწონს ივანიშვილი და უნდა წავიდე სააკაშვილთან, არ მომწონს სააკაშვილი და უნდა გავაძლიერო ივანიშვილი. არა, ხო, ნინო არ გულისხმობ. მე კი არ მეთქვამს, რომ სააკაშვილთან ერთად გავუშვათ ივანიშვილი. ესე იგი, ივანიშვილი, ანუ გუნდი. ანუ ივანიშვილი უნდა გაუშვათ პოლიტიკაში, არა, ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩემი აზრით თავარი არის დღეს რომ იყვნენ პოლიტიკოსები პოლიტიკაში, რომლებიც ემსახურებიან არა პერსონებს, არამედ ქართულ ხალხს. რატომ არ შეგიძლია თქვა პირდაპირ, რომ პროცესი, რომელიც მართულია კონკრეტული პარტიის მხრიდან, რომლის ლიდერიც არის ბიძინა ივანიშვილი, გასაშვებია პოლიტიკიდან. თუ კი გაქვთ ამბიცია, რომ თქვენ წამოხვედით, ჩვენ კი არ უნდა გაუშვათ, ხალხმა უნდა გაუშვათ, ნინო, რომ თქვენ ამისთვის გაუშვათ, ჩვენ პოლიტიკურ პროცესს წარმოადგენთ, ახლა უბრალოდ პერსონებს, რომლებსაც გინდათ პერსპექტივაში. ხელისუფლებიდან გაშვებაზე აბა, საიდან გაშვებაზე? პოლიტიკიდან გაშვებას, ხელისუფლებიდან გაშვებას გულისხმობ, ბუნებრივია. აქტიური პოლიტიკიდან, ნუ გამომეკიდებით სიტყვაზე. დღეს პრობლემა. იმგვარი პრობლემა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მე მიმაჩნია, რომ პრობლემა არის პოლიტიკურ დალტონიზმში და ბიძინა ივანიშვილი არის ამისი ნაწილი. მე არ მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა, ჩამოშორდება პოლიტიკას და ამით ხელისუფლებას დავაზუსტე, რადგან ასე შემოატრიალეთ. ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღეს არის პრობლემა იმდენად, რამდენადაც იმ დიდი ძალაუფლების კონცენტრაციამ ქართულ ოცნებაში და ქართულ ოცნების შიგნით თავისუფლების და დემოკრატიის ხარისხის განულებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რაც მოხდა. ანუ ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაშია, ეს არის პრობლემა? ყველაფერს ამ საერთო პრობლემის ნაწილია, იმიტომ რომ ყველაფერს ნუ დააბრალებენ ის მუნა პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს, რომლებსაც არ ყოფნით იმისი ელემენტარული უნარი. მოდით აქ, მოდით ჩვენ სანამ არ მივიღებთ ახლა თქვენგან კარგად. მოდით თქვენ მე რჩება შტაბის-წილება რომ თქვენ როგორც კი ბიძინა ივანიშვილზე ჩამოვარდება საუბარი, თქვენ კურთხეებს უკვე ამგვალებთ. ამგვალებთ და რაღაცნაირად ცდილობთ რომ ეს თემა არა ბატონო ზოიად? არა ბატონო ზოიად? მაშინ მითხარით, თუ კი თქვენ მიიჩნევთ. შეიძლება რომ ამაზე გიპასუხო. კი ბატონო, მიპასუხეთ, მაგრამ სპორტული ინტერესი დაემსგავსა, ძალიან მინდა რომ ეს თქვა. სპორტული ინტერესი დაემსგავსა, რამდენჯერ ვახსენებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს, ან ამ თემაზე როგორი რეაქცია გვექნება. მე არაერთხელ მithქვამს და კიდე ერთხელ ვამბობ, მე არ მომწონს ზოგადად ესეთი დამოკიდებულება, რომ პოლიტიკოსები განსაზღვრო იმის მიხედვით, ვინ რამდენჯერ ახსენებს და როგორ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. მე ამას ჩვენ ახლა ასე ვამარტივებთ საქმეს. არა, იმდენჯერ აი ვახსენებთ თუ არ არის შეხასებაზე არ არის. შეფასებას ნახეთ, თქვენ რაღაცის შეფასებას აკეთებთ სანახევროდ და თქვენ ვინც ამ პროცესს მართავს, ამიტომ და ამბობთ, რომ იცით რა ეს დალტონიზმია, ეს არის, ეს არის.
დავასრულებ სანახევროდ რომ არ თქვა, ამიტომ დავასრულებ რის სიტყვაც მინდა. უბრალოდ ყველა ეთერში ვგრძნობ ამას, რომ აი ახსენე ბიძინეებაში თუ არა. ბევრჯერ არ მომწონს ესეთ დამოკიდებულება, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, მოვლენა შევაფასოთ და არა კონკრეტული გვარები, თუმცა თუ გნებავთ ვიმეოროთ ეს სახელი და გვარი, მაგრამ ეს არ მგონია სერიოზულობას მატებდეს პროცესს. რა მგონია ქვეყნის საფრთხეთ მე პირადად? ქვეყნის საფრთხე მგონია პირველ რიგში ის ძალა, რომელიც ემზადება რევანშისთვის, სააკაშვილი და მისი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ყველაზე დიდ საფრთხეთ განვიხილავ სწორედ ამ რევანშისტულ ძალას, რომელიც დარჩა წარსულში, მაგრამ იმზირება მომავლისკენ. მეორე ადამიანსრულები გეტყვი მივალ იქ. შეიძლება ისევ აღმოჩნდეთ იგივე ნავში, სადაც ზის ის პოლიტიკური ძალა, რომლისგანაც ახლა წამოხვედით და რომელიც მიგაჩნია. იმიტომ რომ ახლა ამ რიტორიკაში პირდაპირ დაემთხვა თქვენი რიტორიკა ღარიბაშვილის რიტორიკას. პირველი ადამიანსრულებია. პირველი საფრთხეებსაც ხო თავის დონეები აქვს. პირველი საფრთხე ჩემთვის. ახლა ამის საფრთხეა, ქაბატონო. კი, არის საფრთხეა. არის ცოტა ხნის. ახლა რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ამ მოცემულობაში ამ წუთში ახლა. ცოტა ხნის წინ. არჩევნები არა, ახლა თქვენ რო წამოვიდეთ. 2012 წელი საკითხი იდგა, სააკაშვილი უნდა წავიდეს. 2018-ში დგას თუ არა, ასე რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს. პასუხების მიღება გვინდა და დავასრულებ თქვა აზრი, თუ არ დამასრულებ, ნახევარი წინადადება თქვი, სადაც დავამთავრე სააკაშვილზე საუბარ და მეორე ნახევარი ქართული ოცნებისთვის მქონდა შემონახული. პირველი საფრთხე, ჩემთვის საფრთხეთა დონეებით, აი ესე თუ დავინახავთ მასშტაბს ამ საფრთხეების იწყება, კლასიფიცირდება ესე. იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ არჩევნებმა დაგვანახა, რომ ძალიან მაღალი იყო რისკი იმ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების. ძალიან ახლოს იყო ამ ორი პოლიტიკური ძალის ორთაბრძოლის შედეგები ერთმანეთთან. ეს იყო რეალური საფრთხე, რამაც ის ამომრჩეველი მოიყვანა მეორე ტურში ქართულ ოცნებასთან, ვინც ხმას არ აძლევდა. მეორე საფრთხე დავინახეთ სწორედ მართვის იმ სტილში, რომელიც აქვს დღეს ქართულ ოცნებას და რასაც გავემიჯნეთ. აი ამ მართვის სტილს ჩვენი აზრით მოყავს სწორედ და აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას და გავემიჯნეთ ამას, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი და სამართლებრივად გამართული გზა, რომელიც ქვეყანას ჭირდება. ამიტომ არ ვეთანხმები არც ერთს და არ ვეთანხმები არც მეორეს დღეს. თქვენ ახლა მართვის სტილს აპროტესტებთ ოცნებაში თუ თქვენ აპროტესტებთ აი ამ ძიმე მართვის სტილი იყო ის, რაც მიუღებელი იყო იმ რეჟიმის მხრიდან და და რეალობას, რომელიც მივიღეთ მოსამართლეების სახით. ეს არის შედეგი, ნინო, მართვის სტილის შედეგია ეს. მოსამართლეების თემა რო ვერ გადაწყდა და დღეს ისე უბრუნდებით ჩვენ წარსულის მოსამართლეებს, როგორც პოლიტიკური ნება აქ, ქაბატონო ეკა. შეიძლება იყოს მსუბუქი და დადგეს შეცდომა, მაგრამ პოლიტიკური ნება იყოს ძალიან მსუბუქი შეფასება ამ თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური ნება იყოს ძლიერი და დადგეს შედეგი. ანუ ეს ოცნება სისუსტით დაემართა, თუ ეს ოცნება ძალიან გამიზნული პოლიტიკური მსვლების შედეგად დააყენა. რომელიც გნებავთ ის დაარქვით, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. გავემიჯნე სწორედ იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას თუ ამბობ, რომ ებრძვი, მისი რეჟიმის მსახურებს არ უნდა აბრუნებდე აწმყოში და მომავალში არ უნდა უყურებდე მათთან ერთად თანაცხოვრებას. გავემიჯნეთ ამას. გავემიჯნეთ იმას, რაც ერთ სიფრთხეში აყენებს უკვე დღეს წარსულს და აწმყოს. ამიტომ არ გვინდა ვიყოთ თანაზიარი იმ პოლიტიკური ძალის ქმედებების, რომელიც იყურება ისევ ერთი თემაზე ვისაუბროთ. ამ დღეებში ღარიბაშვილის დაბრუნებამ დააბრუნა დღის წესრიგში მისი წასვლის თემა. გაუშვეს, არ გაუშვეს და ღარიბაშვილზე არ გეკითხებით. ცოტა ხნის წინ აი ეს ციკლი, აი ეს პარლამენტი, რომელშიც ახლა თქვენ ხართ, კვირიკაშვილის პარტიის ლიდერობით და პრემიერობით მოვიდა არჩევნებში. კვირიკაშვილის წასვლასთან დაკავშირებით არის ისეთი, რისი თქმაც ახლა მოგინდებათ თქვენ მაყურებლისთვის, უფრო მეტის ვიდრე მაშინ მისი წასვლის დღეებში ითქვა, იმიტომ რომ ის აღმოჩნდა რაღაცნაირად მარტო ერთი კომაგის ამარა, თუ არ ვცდები, ეს იყო ლევან კობერიძე. არა მხოლოდ ლევან კობერიძე, სხვა შორის მე ძალიან კეთილად მოიხსენიე გიორგი, დღესაც ვიტყოდი ვიდრე ზვიადი ისაუბრებს ამ თემაზე, ერთი მნიშვნელოვანი რამი და თქვა კვირიკაშვილთან დაკავშირებით. მე მახსოვს, რომ როდესაც მოსამართლეთა საკითხზე ამ რეფორმის თაობაზე მისი წერილი არსებობს მისი განცხადება ამ თემაზე. როცა გვეუბნებიან სად იყავით და მე ვამბობ, რომ შიგნით მქონდა მე ეს ჭიდილი
ერთადერთი ვინც მახსოვს მე მთავრობის აი მაღალი პოლიტიკური დონეებიდან პრემიერ-მინისტრი იყო კვირიკაშვილი, რომელსაც ჰქონდა ჯანსაღი და სწორი პოზიცია ამ თემებზე. მას შეიძლება მე შეთქმულების თეორიაში გადაიტანეს და ვიღაცა მამაში თემები, რომელზეც შეიძლება დღეს თქვენს ამომრჩეველს მაყურებელს უთხრათ უფრო მეტი. ჩვენ ვიცით რაღაცები ბუნებრივია, მაგრამ ახლა სხვის მაგურად აქ როგორ ვისაუბრებთ? არა, რატომ დადგა ეხლა ეს კითხვა დღის წესრიგში? ბოლო პერიოდში რამდენი ინტერვიუც მე პირადად გამიკეთებია დაუშვათ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, მეჩვენება რომ მთელი ისრები მთელი დარტყმა, აი გუნდი რატო ჩამოიშალა ლამის, როდესაც ვეკითხები, თუნდაც ახალ პოლიტიკურ მდივანს. ისრები მიაქვთ პარტიის ყოფილი მენეჯმენტისკენ, რომ პროცესები ხო არის ეს ასე, ყველა ინტერვიუში პასუხი არის, რომ კვირიკაშვილისკენ მიაქვთ ისრები. ასე იყო დაუშვათ ბოლო ინტერვიუს შემთხვევაშიც. და ჩვენ გვაინტერესებს, აი ბატონ ზვიაც მინდა ეხლა ეს რომ ვკითხო. კვაჭანტირა უკაცრავად გიორგი კვირიკაშვილს რომ აბრალებენ პარტიის ჩამოშლის პროცესს, გიორგი კვირიკაშვილს რომ აბრალებენ დღეს თქვენს თუნდაც გასვლას, რას გულისხმობ ეს პროცესიო პარტიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზეა. რა ხდებოდა იქ ისეთი, რამაც შეიწირა გიორგი კვირიკაშვილი და თქვენ დაუკავშირებდით თუ არა სწორედ მას და პარტიის ყოფილ მენეჯმენტს ამ პროცესის დასაწყისში? მე არ მომისმენია შეფასებები ვისგან გაკეთდა. თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ბოლო ინტერვიუ როცა იყო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ პერიოდში ვიყავით პოლიტიკური საბჭოს წევრები პარტიის და ნაწილობრივ შეიძლება ამ შეფასებას დავეთანხმო, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც იგი პარტიის თავმჯდომარეთაც იყო არჩეული, ხო? კი, პარტიის თავმჯდომარე იყო. პოლიტსაბჭოს წევრიც იყო ოფიციალურად. პარტიული მუშაობა კი არა და პოლიტსაბჭოს მუშაობა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მარტო გიორგი კვირიკაშვილის ბრალი. პარტია და მისი აპარატი, როგორც ასეთი, პირდაპირ გიორგი კვირიკაშვილისგან არ კონტროლდებოდა. აბა ვინ აკონტროლებდა? აკონტროლებს ის ხალხი, ვინც აკონტროლებს დღესაც. ვინ არიან ეს ადამიანები? ეს არის უპირველესად აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დეტალებში ყველაზე მეტი გავლენა ქონდა. მას უფრო მეტი გავლენა ქონდა ვიდრე პარტიის თავმჯდომარეს? ნამდვილად ერთფრიშტელოვნად და მარტო იყო თქვენ დაინტერესდებით, არ ვიცი ხა იქ ბევრი ცვლილებებიც იყო შიგნით აპარატში, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ბევრი გაუშვეს, ჩემი აზრით ზოგიერთები დაუმსახურებლად გაუშვეს. პოლიტსაბჭოც კი არ იკრიბებოდა. კი ეს ქრონოლოგიურად ემთხვევა ნამდვილად გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, მაგრამ იყო თუ არა გიორგი კვირიკაშვილის ბრალი ამაში, მე ამისგან ცოტა თავს შევიკავებდი. მაგრამ ის რომ პარტიული მშენებლობა როგორც ასეთი არ მიმდინარეობდა, ეს არის ცალსახა. ხაზარაძის თემაც რაღაც კვირიკაშვილის გაშვების მომენტიდან ხომ არ იღებს სათავეს. ასეთი შთაბეჭდილება ლევან ხომ არ გაქვთ იმ უმრავლესობის ხდომებიდან გამომდინარე, რომელზეც სხვათა შორის ყველაზე მეტს დავით ჭიჭინაძე საუბრობდა მაშინ უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი სხვა თავისუფლება ქონდა. დამთავრეთ კითხვა. კი. ახლა რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაცა ინფორმაციის მატერებლები ვართ, მაგრამ არ მგონია სწორად გიორგი კვირიკაშვილის მაგურად ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ მგონია ბევრი რამ მის მიმართ უსამართლო იყო. ეხლა გეუბნებით ამას. ეს არ არის რაღაცები, როგორც ესე ამბობენ. ახლა გიორგი კვირიკაშვილი სხვანაირი ადამიანია და როგორც ჩვენ სარგებლობენ მისი ბუნებით და რაღაცნაირად აი მისი კეთილს თუნდაც რაღაცნაირად რაღაცებს ვერ ლახავს ისე როგორც ხებს შეუულიათ გაწირონ ხო რაღაცას გადააბიჯონ გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანია და ძალიან კარგი ადამიანია გიორგი კვირიკაშვილი კვირიკაშვილის ქებას კი არა არც ვაკებ უბრალოდ ჩემ მის ხასიათს გეუბნებით ხო ვიღაცა შეუძლია ეს გადააბიჯოს რაღაცებს გიორგი კვირიკაშვილი არ გადააბიჯებს და არ იკადრებს მეორე აქ ჩვენ თავარია რომ იცით არის ყველაზე მეტად მე რაზეც ვარ თქვა ამ შემთხვევაში რაც არ მომწონს ამას რაღაცები ეწირება ხვდებით
აი ამ რაღაცა გაუგებრობებს ეწირება მთავარი იდეა, სახელმწიფოს ინტერესები არ შევწიროთ ამას ყველაფერს. სახელმწიფოს ინტერესია, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი, სახელმწიფოს ინტერესია, რომ ხელისუფლება არ ერეოდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში, საქმიანობაში. სახელმწიფო ინტერესები. მოდი ასე ამიტომ ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით ეხლა. თქვენ თუ მანდამაინც ეხლა დღეს არ მიიღებთ კონკრეტულ ადამიანებზე რაღაცა ისეთ განცხადებებს, ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და არ ვიცით სად რა ფუჭდება და რას ეწირება სახელმწიფო. ჩვენ ვერ გადავაყოლებთ ვერავის სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო ინტერესი ეს არის. რამე ამეთ აბზელევან, მოდი პირდაპირ კითხვა მაქვს, რამე სუფრთხილდებით? ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ვიცით რა არის? ჩვენ თუ მთავარ ხაზს ავწდებით, გადავდივართ აი ეს პიროვნული საკითხები აფუჭებს ზოგად იდეებზე საუბარს, ხვდებით? ამიტომ მე არაფერს არ მოვერიდები, უბრალოდ არ მინდა რომ აი კონკრეტულმა სახელებმა და გვარებმა შეიწიროს თავარი იდეა. და თავარი იდეა რა არის? სახელმწიფო ინტერესები ირღვევა, ხო? ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შემთხვევაში პროცესებს მართავენ კონკრეტული ადამიანები თუ არა კონკრეტული სახელებით და გვარებით. აბა ვინ მართავს? როცა თქვენ პროცესს აკრიტიკებთ, ეს გულისხმობს თუ არა იმასაც, რომ აკრიტიკებთ პერსონებს, რომლებსაც არ ახსენებთ. ხო, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახსენებთ დაბალ ნატიოს გუსტიძე ჩინჩალაძე კი ბატონო, მაგრამ არ ახსენებთ მათ ვიზაც ვიზაც ვინც მათ არჩევანი. ჩვენ ამას მე მგონი ყველანი გულისხმობთ, ეხლა მანდამაინც ეხლა ყველა ბრუნოში ადამიანების სახელების და გვარების გამოყენება არ არის სწორი. არ არის სწორი, მე არ მიმაჩნია, ესე მახსოვს ხოლმე რა, აი მე აი ესე რო იჭერდნენ ადამიანებს ეუნებოდნენ იმაზე თქვი ცუდი, ამაზე თქვი, ეს არ არის სწორი. თავარი იდეა, რეპრესია თუ არის მე თქვენ ვინმეს ლანძღვას არ გთხოვთ. მე ვსვამ კითხვას, მაინტერესებს პროცესი. ნახეთ, არსებობს ინფორმაცია თქვენ ჩემგან არ გაიგებთ ალბათ, რომ თქვენ რაღაცა ტიპის სატელიტური გუნდი ხართ, რომელიც შეიძლება ივანიშვილმა საომავლოდ შექმნა. ალბათ გაგიგონებთ. ამიტომ ჩვენ ამ მოსაზრებას ვამოწმებ მე პირადად. მე მაინტერესებს თქვენ მოახერხებთ თუ არა მინიმალურად გააკრიტიკოთ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს პროცესს, რომელიც თქვენ არ მოგეწონათ. აი ეს მაინტერესებს. ნინო, აი არ არის ტესტი დამერწმუნეთ. ირაკლი ღარიბაშვილის ციტატები რო წაიკითხა ინგამ და მე ვთქვი რომ ეს არ იყო მისი გზავნილი. მან გაახმოვანა ის გზავნილი, რითიც ეთერში მოვიდა. ეს ნიშნავს ვისი მე არ ვიცი ვინ დაავალა. ეხლა ნინო უკაცრავად ჭორაობას უნდა დავამსგავსებთ რა. აბა მაშინ რა იცით რომ ვინმე დაავალა ქალბატონო? ვიცი რომ დაავალა, იმიტომ რომ ვინ დაავალა გეკითხებით და არ ვიცი მე. თანაბობს რომ ვიცით. ნინო, ერთი წამით ამასრულებ წინადადებას მეგობრებო, დამასრულებინა ნინო წინადადება. პოლიცსაბჭოს განცხადება რომ გავცელდა, მე არ ვიცი ვინ დაწერა, მაგრამ პოლიტპარტიას ყავს თავმჯდომარე, ყავს პოლიტიკური მდივანი, აღმასრულებელი ასე შემდეგ. პოლიტიკური გუნდი, მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ დაწერა, მაგრამ გამოხატავდა პოლიტიკური საბჭოს. ვერჯერ დავსიკითხო პასუხები. დავასრულო შეიძლება. აუდიტორიამ დაიგო. იგი ანუ გავიგე, რასაც პასუხობთ. თქვენ გინდათ რომ მუდმივად ბიძინა ივანიშვილს მიმეორო? ბატონ ზვიად, აი ხა კითხავთ. ამოტივებთ ისევ და ძალიან უბრალოდ ამ თემას აუბრალოდ. ადამიანი იყო ეთერში მოსული. მე მგონი შეკითხვა ბატონ ზვიად, აი ხა თქვენთან მაგ შეკითხვა გახსოვთ წინა ეთერში როდესაც თქვით რომ ესე განწყობები შეცვლილი ვნახეო ქუჩაში რომ გავედი ოცნებიდან წასული. ვინც უფრო ხშირად ლანძღვით ახსენებს და არწმუნებს საზოგადოებას. ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც არა მარტო ამ ეთერში, არამედ ბევრჯერ დაგისვამენ ალბათ თქვენ ყველას. აქამდე სად იყავით? როდესაც წლების განმავლობაში იცავდით ქართული ოცნების პოზიციას და გეუბნებაში. ახლავე გეტყვით. გეუბნებოდნენ რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, თქვენ ამბობდით რომ არ არის. გეუბნებოდნენ რომ სასამართლოს აკონტროლებს ხელისუფლება და არსებობს ბერკეტები. ამბობდით რომ ეს ასე არ არის. რომ უსაფრთხოების სამსახური არის პოლიტიზირებული, ამბობდით რომ ეს ასე არ არის. პროკურატურა არის პოლიტიზირებული, ამბობდით რომ ეს ასე არ არის. და ახლა დაინახეთ ეს ყველაფერი. ანუ ვერ ხედავდით ამას, კომპრომისზე მიდიოდით. რატომ მოხდა რომ ახლა დაიწყეთ ლაპარაკი, მას შემდეგ რაც გუნდიდან წამოხვედით და ყველაფერს ამას რაც ახლა მე ჩამოვთვალე, უარყოფთით, როდესაც იყავით. როდის ვინ უარყოფ? რაც დამიდასტურებთ, რომ ამბობდით ოდესმე რომ არაფორმალური მმართველობა იყო. ეხაც არ ვამბობ არაფორმალური მმართველობა. რომ მხოლოდ სასამართლოს აღება უნდა ხელისუფლებას და რომ უშიშროებაში არაფერი ხდება, რომ პროკურატურაში არაფერი ხდება, რომ ბიზნესში არაფერი ხდება, რომ მედიაში არაფერი მომხდარა. ამას მოდი სახელი დავარქვათ ყველაფერს. ჩვენი ლექსიკონის და რიტორიკაც მე მგონი განსხვავდება
ერთის მხრივ იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაფერში შავს ხედავს და მეორეს მხრივ იმ პოლიტიკური მართველი გუნდისგან, რომელიც ყველაფერში ხედავს, რომ ყველაფერი კარგად არის. არც ერთი პოზიცია მიმაჩნია სწორად და არც მეორე პოზიცია მიმაჩნია სწორად. ყველა ამ საკითხზე მე პირადად შემიძლია გესაუბროთ, იმიტომ რომ მე ვიყავი იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა ამ სისტემებთან. სასამართლოზე როცა ვლაპარაკობ, სასამართლოზე საუბარი დღეს არ დამიწყია და არც დეკემბერში, ბოლო 2 წელიწადია განსაკუთრებით აქტიურად და ძალიან პრინციპულად ვარ ამ საკითხში ჩართული. იქამდე მე არ ვიყავი იმ კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო წამყვანი კომიტეტი, იურიდიული კომიტეტი, მაგრამ 2017 წელს, როდესაც რეფორმის მეოთხე ეტაპი დავიწყე ჩემი ინიციატივით, ეს იყო განაცხადი, პოლიტიკური განაცხადი, რომ ამ სისტემაში არ არის ყველაფერი კარგად და საჭირო არის სწრაფი და გაბედული ნაბიჯები. მე თვითონ ვიყავი ინიციატორი 2017 წლის დასაწყისში ვამბობ. და ეს არის ის დასაწყისი ამ მოწვევის პარლამენტის, როდესაც არჩევნები ახალი დასრულებული იყო. ამით ის ვთქვი სწორედ, რომ არ არის კარგად სასამართლოში საქმე და მთელი ეს პერიოდი, ეს წელიწადნახევარი, იყო ჭიდილი, რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე იმ სახით, რაც ქვეყანა სჭირდება, თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ხელში ჩავარდებოდა სასამართლო, რომელიც დღეს ღიად გვიპირისპირდება. სხვა უწყებებს რაც შეეხება, მე არა მაქვს ესეთი დამოკიდებულება დღეს, რომ ყველაფერი იქ არის შავად. გასაუბროთ, აი სასამართლოს უდებს ხელისუფლება ჯიბეში, თქვენ მეუბნებით, რომ პროკურატურა არის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, ქალბატონო. მე გაგცემთ აი ეს დამაჯერებელი პასუხია. პროკურატურა ჩვენ ბოლო რეფორმით საერთოდ გამოვიყვანეთ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ფორმალურად სასამართლოს დამოუკიდებელია ფორმალურად, მაგრამ ხო ახერხებენ რომ გავლენა. პროკურატურა პოლიტიკურად თავისუფალი არის თუ არა? მე ისევ ახლა რაღაცნაირად გადავხტები, მაგრამ ეს ბოლო ფაქტიც ამაზე მეტყველებს, ხო? პროკურატურა, რომელსაც არ გამოუძიებია უამრავი საქმე, რასაც მართლა ყავს დაზარალებული, რასაც მართლა ყავს მომჩივანი და მიადგა 2008 წლის რაღაც ტრანზაქციას მამუკა ხაზარაძის თვის რომ თავდასხმა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მეც აი მედიას წარმოვადგენ და ჩვენ თვალწინ ჩაიარა რა მოხდა მედიაში, როგორ გადალაგდა პროცესები და არხები გაქრა პრაქტიკულად და გადაცემები გაქრა ეთერებიდან. ახლა თქვენ ამბობდით ყოველთვის, რომ არანაირი შეხება მედიასთან ხელისუფლებას არ აქვს. როგორ ხდებოდა ეს, რომ არხი გაქრა, გადაცემები გაქრა, ეს ადამიანები და გადაცემები კონკრეტულად რომელიმე ჩვენთაგან ამბობდა, მაგრამ რომელიმე ეთერში ამბობდით, რომ მრავლობითში ამბობ? ვინ ამბობდა? რომელიმე თქვენგანი ამბობდა, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერეოდა ამ წლების განმავლობაში. მე არ მომისმენია თქვენგან ასეთი განცხადება. არა, ვახტანგ, არა, კი არ შევატრიალებ. შევთავაზეთ იმაზე, რომ პოლიტიკური გაერთიანება არ არის რაღაცა ერთიანი ორგანიზმი, სადაც არ არის განსხვავებული ინტერვიუზე ხო მოდიოდნენ და გეკითხებოდნენ, რომ რუსთავიორის ამბავში მანამდე სხვა გადაცემები რომ იხურებოდა არხებზე, ხო მოდიოდნენ ჟურნალისტები და გეკითხებოდნენ, რომ აქ ხელისუფლება ჩაერია თუ არ ჩაერია. როგორ უნდა გააცემ აქ დროს პასუხი მითხარ? თქვენ წარმოგიდგენთ ყველა პასუხს რომ ხელისუფლება არ ერევა ამ ამბავში. რომ მედიაზე არანაირი გავლენა არ არის. როგორ და ჩვეულებრივად თუ კი ეჭვი გაქვთ რომ რაღაც გადაცემები უცნაურად დაიხურა, უნდა გეთქვათ რომ მაგალითად ჩემგან ხელმარცხნივ ქალბატონი ინგას გადაცემა დაიხურა, რა ვიცი, ნინოს გადაცემა დაიხურა. მაესტროზე მე კი არა 20-იანი წამოვიდა მაესტრო იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაშინ ისა პირველ წყარომ უნდა თქვა მონაწილეობა როგორ წარმოგედგინეთ არა აი მაშინ მე უფრო მეტად განვავრცო არა მოგმართავინ ვითხრა რომ არა მომართვაზე არ არის აქ ხო პოლიტიკურ შეფასებებზე არის ხო რეალურად საუბარი აი უყურეთ გადაცემების დახურვა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და უშუალოდ რუსთავიორის საკითხი რომელიც მას მერე რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ყველა ამე განსხვავებული არის მაგრამ ფიქრობ რომ რაღაცა არ ფიქრობ რომ ვიღაცის ტელევიზია იყო და აი გესმით ნუ ბრაზობთ ანუ ჩვენ რატო გთხოვეთ დღეს 4-ს ასეთი ფორმატით სტუმრობა არის რაღაც კითხვები რომელიც გვაინტერესებს რომელზეც თქვენ გასახები იმიტომ რომ უყურეთ მე არჩევნებში არჩევნებში ვიღაცას ხო უნდა 2016 წელს ჯერ მე ხო არ ვიცი თქვენ რას გეთახმებით ალბათონო იგა ამ შემთხვევაში მე აქ არის მთავარი კომპრომისია მთავარი და საკუთარ სინდისთან კომპრომისია მთავარი. მე როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი,
ჩემთვის ეს იმპულსები არ ჩანდა. მე ვერ წარმომედგინა თუ მომიწევდა დიახ. ის ჩავარდებოდი როგორც დეპუტატი ისეთ მდგომარეობაში, რომ ვინმეს თავში მოვიდოდა ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის ჩემი თავზე მოხვევა, ხო, კანდიდატურის. მე ამას ვერ წარმოვიდგენდი. მე ვერ მივიღებ ვერასდროს ამ პროცესებში მონაწილეობას, მე ვერ გავხვდები ვერავის ჯალათი ამ შემთხვევაში, აი თქვათ ან მედიის დახჭობის, ან ბიზნესში ჩარევის, ეს არ არის ჩემი დეკლარირებული ფასეულობები. პირიქით არის ყველაფერი ჩემთვის. და ეს იმპულსები ჩემთვის არ იყო 2016 წლის არჩევნებზე. როდესაც ჩვენ დავდექით კონკრეტული გადაწყვეტილების წინაშე და ეხლა მე მესმის ამ ხალხის რომ ეხლა უთვლიან მე 15-ში ვიძახდი, 16-ში ვიძახდი, როცა შევძელი ეს პროცესი გამეჩერებია, მაშინ გავაკეთე. და მარტო ესა ძახება, რომ აი ესე ამას ვფიქრობ, ეს არ არის საქმე. ერთ კითხვას დღეს რომ ჩვენ აი ესე არ მოგცეულიყავით, დღეს ასე არ მოგცეულიყავით. დღეს გეყოლებოდათ უზენაის სასამართლოში ჩინჩალაძე და ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა. ვერც ოპოზიცია, ვერც ექსპერტები, ვერავინ ვერ გააკეთებდა. ერთადერთი შანსი იყო ზუსტად იმ მომენტში ჩვენ იქ დავხედროდი და ჩვენ იქ დავხვდით. სწორია, აბსოლუტურად. დანარჩენი. ეხლა მე არ მაქვს ხოლმე ილუზია. დანარჩენი ეხა პროკურატურა პროკურორს ნიშნავს უმრავლესობა უშიშროების საბჭოს ირჩევს კომენტარები თუ გვინდა ამოვიღოთ კომენტარები და გადაცემების დახურვა გადაცემების ისა ნინო ჩვენთან თანხმდებოდა ეხა იმედი რა გადაცემას გაუშვებდა ან რომელიმე ტელევიზია ეხა ეს ჩვენთან ხაჭოს მე უნდა ვთქვა რომ მეც არ მგონია რომ ეხა ზვიად ხვაჭატირაძეს ეკითხებოდა არა აქ პოზიციაზე სულ არ მგონია რომ ზვიად ხვაჭატირაძეს ან ეკას ეკითხებოდა გრიგოლიას გადაცემა უნდა მოვაშტოთ ან ნინო ჟიჟილაშვილისო ეს ზევიც ყდებოდა რასაკვირველია მაგრამ ან პოლიტიკურ განცხადებებზე და შეფასებებზე ვლაპარაკობ ერთ კითხვას დავსვავ ბატონ ზვიადთან და წიღან თუ არ ვწდები რომელიღაც ჩემმა კოლეგამ ეს დასვა და უფრო რომ დავაკონკრეტოთ აი რა მოცემულობა გვაქვს დღეს ჩვენ ქართული ოცნება რომელიც ნელ-ნელა იშლება ირღვევა ვხედავთ ჩვენ ვიცით რომ უამრავი ადამიანი ყავს ძველი მხარდამჭერი დაკარგული მართლ გუნდს მაგრამ შემოდის თამაში მე ისევ ღარიბაშვილის თემას მიუბრუნდები და ღარიბაშვილი რომელიც ძველ მხარდამჭერებთან პირდაპირ ასოცირდება 2012 წლის ქართულ ოცნებასთან ანუ ღარიბაშვილის შემოყვანა რას ნიშნავდა იმას ხომ არა რომ გუნდმა მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ იგრძნო საფრთხე რომ თქვენ აი 2011-იანელებს შეიძლებოდა ის შერჩენილი მხარდამჭერებიც ან უკვე მერყევი მხარდამჭერებით წაგერთმიათ ქართული ოცნებისთვის და ამიტომ ხომ არ გადაწყვიტეს რომ უკან პოლიტიკაში შემოაბრუნეს ადამიანი რომელსაც თვითონ პარტიის შიგნით და მხარდამჭერების შიგნით ღარიბაშვილს აქვს დიდი ავტორიტეტი ეგ შეგიძლიათ მითხრათ რომ მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია მაგრამ მგონია რომ ამაში თქვენს დამეთანხმებით საფრთხე რომ თქვენ წაართვათ ქართულ ოცნებას მერყევი ან ჯერ კიდევ შერჩენილი მხარდამჭერი. ძალიან სამწუხაროა თუ ასე იზომება მართველი პარტიის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი, იმიტომ რომ გასაგებია რომ ეს გარკვეული ბალანსისთვის გაკეთდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის მთავარი რომელი სახელი რომელს შეცვლის. მთავარი არის მართველი პარტია რისთვის ემზადება. ჩვენ დავინახეთ რომ აი ეხლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი რომელიც იწყება შემდეგი კვირიდან როგორი განაცხადი აქვს მართლ პარტიას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები როგორი წესით უნდა აირჩიოს პროექტი რომელსაც თქვენ ნახავთ გამოვა დღის სინათლეზე უკვე დარეგისტრირებულია ეს არის ისევ იგივე მიდგომების და იგივე ხედვის გაგრძელება. მე ვერ დავინახე რომ რაიმე შეიცვალა იმ მიდგომებში და იმ სახიფათო დამოკიდებულებაში, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას. თქვენ წართმევთ, აი ზვიად ყვაჭანტირაძეს ვთხოვ ახლა პასუხს. თქვენ წართმევთ ქართულ ოცნებას მხარდამჭერებს. სამომავლოდ რა იქნება მომავალში? ღარიბაშვილის დაბრუნება დაიბრუნებს თუ არა? განა რაღაც ნაწილს როგორ დაიბრუნებს დიანა იმ განცხადებებით რაც გაკეთდა თავარი ამოსავალი იმ მიდგომით ის რომ ჩვენ ჯერ არ ვართ პოლიტიკური გაერთიანება მაგრამ ფაქტია რომ იქნებით ხომ ასე ფაქტურად თუ მაცეთ პასუხის გაცემას უფრო ვერც გეტყვით და შეიძლება წინ გაქვთ დრო მოსამზადებელი 2020-მდე ერთი მინდა ვთქვა რომ მე მგონი წინა ეთერში მე თქვენ არ დაგიტოვეთ არც ერთი შეკითხვა უპასუხოთ და საკმაოდ კაფიოდ და ნათლად
გამოვთქვი ჩემი დამოკიდებულება ყველა პროცესის მიმართ. შეიძლება მოგეჩვენათ რადიკალურად, მაგრამ ეს არის ის, რასაც მე ვფიქრობ და დღესაც ვფიქრობ. რაც შეიძლება ირაკლის დაბრუნებას პოლიტიკაში, ეს უკვე ჩვენი თემა აღარ არის. იმიტომ რომ ირაკლი დაბრუნდა იმ პარტიაში, რომლის ნაწილი ჩვენ აღარა ვართ. ხო, მაგრამ თუ თქვენ გარედან გაინტერესებთ ჩვენი სადღაც შეფასება. ხომ არ იფიქრეთ რომ იჩქარეთ, მაგალითად მასთან კომუნიკაცია ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე სხვებთან. გაცილებით ადრე, ან საერთოდ არ წასულიყო თავის დროზე. ეს უფრო მეტ მდგრადობას შეუნარჩუნებდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მისი წასვლა თავის დროზე. ეხლა თვითონ რო გვისვამ შეკითხვას, რატომ მიდიხარ, სად მიდის ეს ხალხი, რატომ მიდის? ჩვენს გაგვიჩნდა თავის დროზე ეს შეკითხვა, როდესაც თვითონ წავიდა ისე რომ ბატონ ზვია, დღეს დავით უსუფაშვილმა ასეთი რამ თქვა უკაცრავად, მინდა რომ ეს თქვა, რომ დავადებ ხელს ბიბლიას, კონსტიტუციას, არ ვიცი, დავიფიცებ საჯაროდ, რომ მის წასვლაში მისი სურვილის 1%-იც კი არ იყო. რომ ის იყო იმ პროცესის მონაწილე, მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და იცის როგორ მოხდა ეს ამბავი. საწინააღმდეგო მტკიცება რომ დავიწყო, მე მგონია ეს აბსურდი იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ უმრავლესობის ლიდერი იყავით მაშინ და ალბათ უფრო თუ არა რაღაც იმდენივე იცით, რამდენიც უსუფაშვილმა. მე პირადად ვიყავი შოკირებული, იმიტომ რომ იყო ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობაში, თუ გახსოვთ, რომელიც ირაკლიმ წარმართა და საღამოს გააკეთა განცხადება გადადგომის თავის მოსაწვევებიც მოგვივიდა საახალწლო. რა თქმა უნდა, მას ვიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ იქ უნდა წავიდეს და იგი წავიდა. მაგრამ დღეს თითქოს ეს არაფერ შუა შეეხат. მოდით რა თვალებში ნაცარს თუ შევაყრით. აბა არაფორმალურ მართლობაზე არაფერი არა, არ იყო და აბა ეგ არის ნიშანი თავარი. ეს არის პარტიული საქმე იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ პარტიის ლიდერიც იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფორმალური მართლობა რომ ჩვენ მე მაგალითად მაგას სხვა სიტყვას დავარქვევდი, მაგრამ ეს ცალკე განხილვის თემა იყოს. რაც დაარქმევდით. მაქვს ამაზე, მაგრამ უფრო ფართოდ შევიძლია მე გესაუბროთ ამ თემაზე. სწორი მართვის სტილი, რა თქმა უნდა. როგორი? ინსტიტუტებს არ რა არის თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მართვის სტილი, როგორც ქვეყანა მართება და მე თქვენ გითხარით ამაზე. ანუ შინა შესაძლოა ტერმინოლოგიურად არ მოგწონთ, მაგრამ შინა არაფორმალური მართლობა იყო თუ არა? ეს მართლობა დღეს საკმაოდ ფორმალიზებულია, ასე არა, დღეს არა. შეიძლება მართლაც არ მოგწონდეს, იმიტომ რომ ეს რაღაც ანალოგიას ხედავ დეჟავიუ საბჭოთა კავშირთან, იმიტომ რომ პარტიის გენერალური მდივანი იყო ამ შემთხვევაში თავმჯდომარე პირველი პირი ქვეყანაში. აი კვირიკაშვილი რომ ხარიბაშვილი როცა წავიდა, როცა ივანიშვილმა უთხრაო, მაშინ ივანიშვილი არც პარტიული და არც პოლიტიკური და არც მაგრამ იყო ყველაზე არცერთი პოზიცია არ ექცა. სწორედ ამას ვამბობ. აი როდესაც მე ჩამონათვალი გავაკეთე. რას მიდიოდა საკითხებს ჩამონათვალი როდესაც გავაკეთე თქვენ ბრალიც ხო არის? პრაქტიკულად ერთმანეთში თქვით რომ ჩვენ ხო ახლა არ ვამბობთ რომ ეს არაფორმალური მართლობა იყო და აი ამ წუთას უკვე დაადასტურეთ. როდესაც ირაკლი გადადგა და წავიდა, მე როგორც უმრავლესობის ლიდერს გაგეცინებათ მესიჯებზე დაყრდნობით, გამახმოვანებინ ეს ამბავი, ირაკლი არა თუ პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, იგი საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან, პარტიიდან, ყველაფრიდან წავიდა. აუ, იგივე კითხვას მე გავაკეთე მაშინ ეს განცხადება და მე მჯეროდა რომ ეს ასე იყო. და წავიდა, ნამდვილად წავიდა ყველაფრიდან, მაშინ პარტიის წევრიც აღარ დარჩა. კი ბატონო, ხო ესე იყო მაშინ განცხადებული და ეს მოგწერათ ეს მესიჯი, ეხლა მაინც გითხარ. წინა გადაცემაში ხო გითხარ? მაშინ არის ანონიმი, ვინც თქვენ არის წინა გადაცემა. ესე იგი სტილი იგივეა. ცოტა რო არავირიოთ ახლა, ესე იგი არაფორმალური მართლობა იყო თუ არ იყო? აი მოკლედ რომ მიპასუხოთ და ამ თემას შევეშვით. მე არაფორმალურ მართლობას ამ ტერმინს არ ვემხრობი, ვემხრობი არასწორ მართლობას ქვეყნის. იმიტომ რომ იქედან გამომდინარე, რომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დღესაც არ ერევა ძალიან ბევრ მიმართულებაში ერთ კითხვას დავსვავ, მეგობრებო, თუ შეიძლება ზვიად შოკი მივიღეო, რა ღონისძიება საკრებულოში, რომელიც წაიყვანა, როგორც უმრავლესობის ლიდერმა მივიღე შოკი, საღამოს რო გადადგაო. გედევან ფოფხაძეს მინდა ვკითხო, თქვენი პირველი შოკი რა იყო? ოცნების წიაღში, შიგნით, რა გახსენდებათ, რომ
შოქში ვარ. აქ რაღაც ისე აღარ აქ რატომ ვარ? შოქში არასდროს საერთოდ. აი დიანას უყვარს ამ კითხვის დასმა ხოლმე. პოლიტიკაში თუ ხარ შოქში ჩავარდნაზე იმუნიტეტი უნდა. არა, მაინტერესებს პირველი რამაც აი და ეხა შოკი ეხა ცოტა შეიძლება ისე მოგეჩვენოთ რაღაც, მაგრამ მართლა აი დრო დაგაფიქრა. პირველი უკმაყოფილება ქართულ ოცნებით მაგას გულისხმობ? ხო. ნუ ჩემთვის პირველი უკმაყოფილება იყო 4 თვის თავზე, როცა ბორჯომში ჩემი ოფისი აიღეს და ბიუროდან გამომასახლეს და ასე შემდეგ. ასე რომ მე 2012-ში. 2012-ში კი. ამიტომ მე თავიდან ასე თქვათ შემექმნა ეს პრობლემები, მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცას გითხრათ, ხაზგასმით რა. პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლა არის არანაკლები საქმე იმაზე, რასაც ჩვენ საჯაროდ ვაკეთებთ და საჯაროდ ვიბრძვით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება საჯაროდ ლაპარაკით უფრო გავაფუჭოთ საქმე, ვიდრე შიგნით პოლიტიკური აქტიურობით და მე რომ მაშინ ეს გზა არ გამოვიდო თქვა ეკასთან ერთად და ჩემ მეგობრებთან ერთად, მე მიმაჩნევ დღეს ჩვენ ბევრ რაღაცა პოზიტიურს ვერ გავაკეთებდით, რაც ჩვენ სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს და მაგიტომ მიმაჩნევ დღეს აი ეს 4 ადამიანი ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ პოლიტიკურ მომავალზე ვილაპარაკოთ ამ ქვეყნის და არა მარტო წარსულზე, იმიტომ რომ წარსულს ჩვენ ვაფასებთ, ვიცით კულუარებში რა ხდებოდა, ვიცით რა პრობლემები ჰქონდა ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვინდა აი ამაში როგორც მორევში ჩავეფლოთ, გვინდა ვიფიქროთ რა შეიძლება ის გამოწვევდეს. პარტიაში რჩება პარტიაში. დიახ, ჩვენ რომ მაგი არ მოგვეწონა მაგ ფორმულა, იმიტომ არა ვართ ახლა იმ პარტიაში რა. ჩვენ მაგი ხშირად ამას ამბობს გედევა ფოფხაძე, რომლის დამსახურება ის რომ 2015 წელს არ დაიშალა უმრავლესობა. ხო, უმრავლესობა. როდესაც ალასანიას პარტია გავიდა უმრავლესობიდან და ასე შემდეგ, მაშინ ერთ კაცზე იყო დამოკიდებული, დაიშლებოდა თუ არა ხელისუფლება. და მკითხეთ გედი საკერვიზის ხელმარცხნივ ყოველგვარი პირობების ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე მან მიიღო ადამიანური და აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და საქართველოს თავისუფალი დემოკრატი. ქართულ ოცნებას შეუნარჩუნა უმრავლესობა და შეინარჩუნა ხელისუფლება. დღეს ეს აღარავის აღარ ახსოვს. მე როგორც ვიცი, არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარ ახსოვდა ამას წინათ შეახსენეს. თორე არც ეგ არ ახსოვდა. ანუ ქართულმა ოცნებამ დაფასება არ იცის. არ იცის დაფასება თავისი თანამებრძოლების რომელთან ერთადაც ეს გამარჯვება დავაყენეთ. ეს ახლა რა გზავნილია იმათვის, ვისაც ეპატიჟებიან ქართულ ოცნებაში. არ ვიცი, მე ვამბობ ჩვენი გადასახედიდან, თორე ის ადამიანები თუ სხვა რაღაცას ელოდნენ ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენით და ალბათ თვითონ გააკეთებენ. ახლებს რომ ეძახიან. აი მაგ თემაზე გვინდა რა. ეგ უგველო საშუალებას. ზიანამ როგორც თქვა ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ტენდერი, ხო? გედევანს და ლევანს მინდა ამ თემაზე ვკითხო. ხო, ნუ რაღაცა ნოუ-ჰაუ ალბათ მაინც. რაღაც კომპანიის დაქირავებაზე ცოტა სასაცილო თემად მეჩვენა და თავიდან რომ მითხრას, მეგონა რაღაცა კომედიურ შოუს იწერენ და ალბათ იმისთვის უნდათ მეთქე ეს ყველაფერი თქო. ჩვენ ეს გამოვიარეთ რა. ჩვენ დავინახეთ როგორ უნდა პარტიას მეთი რაღაცა ტრენინგებით შექმნას პოლიტიკოსები. ეს არის ისეთივე შეიძლება იტარებდნენ ამ ტრენინგებს. არა, როგორ ქართული ოცნების გუნდს უტარებდნენ, ამაზე არ მიგიღია მონაწილეობა. მიგიღია, ხო, იმიტომ გავაკეთე რომ მე ვიცი რომ ტრენინგებს ატარებ. მაგრამ მე მითხრე შენ ხარ over qualified და შენ შეიძლება აი რა ტიპის იყო ერთი წუთით რა გედი თუ შეიძლება და გადვაგზოთ მერე რა ტიპის იყო ეს ტრენინგი მეტყველება როგორ უნდა დაიყენო მეტყველება როგორ უნდა დაждე კამერის წინ და ეს მე იცი ნორმატივებს იცი რა ვიცი სახელებს და გარემოს არ ჩაგოწმე მაგალითად ესეთი ტიპის ტრენინგი იყო ვიცი მოყოლილი აქვს რომ მაგალითად მე ვარ ესა და ეს ჟურნალისტი და შენ მიზიხარ წინ და ესე ამუშავებ ალბათ შენ იყავი მთავარი არა მხოლოდ ანუ მე ჟურნალისტი ვარ და ყველაზე მწვავე როგორ ნახკარ მაინტერესებს ჩემი კლუბი მოდელირებული გადაცემები უტარდებოდა ხო მე მართლა სულ 2 თუ 3 შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული მithres რომ ყველა იკავებ აქ ადგილს გადი აქედან და გავედი მაგრამ ესეთი ჯგუფურად იმართებოდა ესეთი შეხვედრები ბატონი ზვიადი არ მიდის არც ერთი ეთერიდან რაღაც ისეთი ამაში ისე ეხა გვეცინება მაგრამ განსაკუთრებული არაფერი არ ამას მე მგონი ყველა პარტია არა კაცო ჩვენთან უბრალოდ საინტერესოა ამას ყველა პარტია აკეთებს პრობლემა არის არა იმაში რომ ტრენინგებს უტარებენ პოლიტიკოსებს პრობლემა არის იმაში
იმაში რომ ცალკეულ პიროვნებებისგან ცდილობენ პოლიტიკოსები შექმნან ტრენინგებზე ხელოვნურად. თუ პოლიტიკოსი რომელიც შეიქმნა ქუჩაში საზოგადოებასთან ურთიერთობაში თავისი ბიოგრაფიით საჭიროებს რაღაცის დახვეწას ამაში ლოგიკა არის მაგრამ როდესაც ქმნი ლაბორატორია სადაც გინდა ხელოვნურად გამოიყვანო შარიკოვები და მათ დაარქვა პოლიტიკოსები ხო ეს იქნებ სხვა შინაარსი შარიკოვები ჩვენ ახლა ნახეთ რამდენი კაი საქმე გავაკეთეთ საარჩევნო თეზი შეიძლება რამდენი კარგი საქმე გავაკეთეთ უკვე რამდენი კაი საქმე გავაკეთეთ ჩვენ ქართულ ოცნებაში დავინახეთ ადამიანები რომლებიც მე მეგონა რომ 1070-დან წლების კონვეიერიდან იყვნენ მოხსნილი ასეთი ტიპაჟები რა ეხლანდელ გუნჩი არიან ადამიანები კონკავშირლები რომლებიც წესით აი კონვეიერი აღარ უნდა უშვებდნენ აი როგორც ტელევიზორები რო იყო რაღაცა საბჭოთა კავშირის შავ თეთრი ხო ისე რომ მოიხსნა კონვეიერი და მე მეგონა რომ ეს ტიპაჟებიც ასე იყო მოხსნილი კონვეიერიდან აი რაში გამოიხატება ეს მაგალითად რაღაცას ეუბნებიან და არა რა საინტერესოა აი ამ ადამიანების მოსვლა მე არა მაქვს ასეთი მკაცრი ხო არა მაგაში მე დაძლებდი ეს ის შოკი ახლა უბრალოდ გამახსენდა ძალიან ბევრი განათლებული და კარგი ადამიანები ეს პარტიაში თუ პარლამენტში ძალიან საოცარი ფენომენები არიან ეს ადამიანები ჩემთვის პირადად დიდი ნაწილი ჩემ კომიტეტში იყო კი არა თქვენი ადგილი ხომ არ აქვს რომელიმეს დაკავებული შემთხვევა პროლეტარები ხო ერთიანდებოდნენ აი ესე გაერთიანდნენ ესენი ზოგადად ეკასთან კომიტეტში აჰა და მე ზოგადად მგონია რომ აი ესეთი ფენომენები დღეს დაჭირდათ იმიტომ რომ ვიღაცა სჭირდება ახლა არ ვიცი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მისი ქვედარგოლი რომელიც ხანერად ვერ მართავს და ვერ უპატაკებს ბიძინა ივანიშვილის შესრულებული ამოცანების გარეშე თუ ასეთი შარიკოვები არ იქნა პარტიაში ესენი აქტიურად ანაცვლებენ გუნდის იმ წევრებს რომლებიც არიან ნაბრძოლები აქვთ პრინციპები აქვთ ღირებულებები როცა 2012 წლის 1 ოქტომბერს ამ ადამიანების ხსენება არ იყო არსად ეს ძველი გუნდი მართლა ღირებულებებით მოვიდა და ხო და დღეს ზუსტად ეს პროცესი მიდის ჩვენ შეიძლება ერთი რამე ვიკითხო და მაინტერესებს მაგრამ მაინტერესებს თქვენთან ერთად ვარჯიშობ და არა მე ასეთ არ ვარჯიშობ იმიტომ მე არ მოვიაზრებ მაშინ ვინც აი ბატონ ზედა ყოფილა ერთ მაგი რო უთხრეს ეთქვა გუნდიდან ჩაჩუჩების პროცესზე ფიქრობენ მაშინ აი ბატონ ზედა ყველაზე მაღალი პოზიცია ვინც თქვენთან ერთად ვარჯიშობდა მაგალითად აი ამ ტრენინგებზე პარლამენტის თავმჯდომარე ივანიშვილი თავმჯდომარე არა ცალკე ვარჯიშობდნენ ცალკე ვარჯიშობდნენ რო გაევლო ეს ვარჯიშები ტრენინგი უკვე გავლილი ქონდა უკვე მაგ კონდიციაში იყო რა ტრენინგები უკეთესი იქნებოდა აი ეს მოდელი იყო რა რაზეც მე ვისაუბრე კობახიც უკვე მაგ მოდელი იყო ასე რომ მაგის ამ ხურობაშვილი ვისი კონკურენტი იქნება პარტიაში რახან კობახიძე ვახსენეთ თუ გაქვთ ეს კვირიკაშვილი უკაცრავად ღარიბაშვილი კვირიკაშვილსაც ხომ არ დიანა ჩემო მართლა რატო არ ჯერა ხალხო რომ მე პირადად მართლა აღარ მაინტერესებს რა ხდება ქართულ ოცნებაში მართლა არ მაინტერესებს შეიძლება რომ ჩვენი პლატფორმა ჩამოაყალიბოთ საბოლოოდ და წეგან იყო ამაზე მინიშნებები და რატომ მით უმეტეს თუ ერთ ელექტორატზე უნდა იმუშაოთ იქ საინტერესოა ვის რა პოზიცია იქნება მაგალითად ოცნება შედარება რომ გავაკეთოთ ოცნებასთან რომელმაც დაფუძნების დროს ის ხვანიშა ვერ მოძებნა და განაცხადეთ საბოლოოდ რომ აი ეგეც არასწორი იყო საფუძველშივე ჩემი აზრით იმიტომ იქიდან გამომდინარე რომ არის აბსოლუტურად ეკლექტური გაერთიანება და იცით რატომაც და რა მიზეზებით და აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესების და პოლიტიკური სიმპათიების ადამიანებია გაერთიანებული მაგრამ ამოვირჩიეთ გზა რომ ვართ სოციალ-დემოკრატიული მიმართულების და მემარცხენე მიმართულების იმიტომ რომ ევროპულ სტრუქტურებში ეს ნიშა იყო თავისუფალი, იმიტომ რომ ნაცებს ჰქონდათ დაკავებულია სახალხო პარტია, ცენტრისტულ მემარჯვენე მიმართულება და ასე შემდეგ. ეს იყო ასევე artificial, ანუ ხელოვნური, მოდი ესე ვთქვათ. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამ მიმართულებით პარტია ჰქონდა და პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე იყო. უარეს გეტყვით, ჯერ ერთი რომ პრემიერ-მინისტრი იყო მრწამსით მემარჯვენე, მაგრამ ამას გარდა ამ მიმართულებითაც არასერიოზულად ვიყურებენ ევროპაში. მე ვიცი ეს დანამდვილებით, რომ ქართული ოცნება ვერანაირად ვერ ჩაჯდა ამ მემარცხენე დისკურსში რა, ევროპულში, იმიტომ რომ არ არის ეს აღქმა, რომ ჩვენ ვართ ვიყავით უბრალოდ აღარა ვართ ვიყავით რაღაც სერიოზული ევროპული ტიპის პოლიტიკური ასე ვთქვათ მოძრაობის ნაწილი და რაც შეეხება
ჩვენ რასაც ვიწყებთ და რასაც ვაპირებთ, ჩვენ მაინც ამ ეტაპზე იმაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვიქნებით ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება. მით უმეტეს რომ ანუ დადასტურება გააკეთა ეხლა ბატონო საინტერესოა დაფინანსების საკითხი, მაგრამ ეს შემდეგ გამოჩნდება. არ ვიცით საბოლოოდ რას გადავწყვეტ, მაგრამ მე ჩემს პირად ცენტრისტი მაინც ისეთი რაღაცაა, რომ ლავირების საშუალებას გაძლევს. მით უმეტეს რომ 21 საუკუნეში ესე მყარად ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგომა ისეთ გამოწვევებით სავსე ქვეყანაში როგორც საქართველოა ძალიან რთულია. დიდი მადლობა. უნდა დავასრულოთ ეხლა და ჩვენ გავაცვლებს. ცოტა რაღაცა ცოტა დრო მომეცით. მიუხედავად იმისა, ეს საინტერესოა, ვიღაცას რაღაცაზე ეცინება, არ ეცინება. მე ამ პროცესს არ უყურებ რაღაცა სასაცილოდ და ჩემთვის ეს მე ძალიან მძიმედ აღვიქვავ მომავალს. ამ ჩემთვის ეს ტრენდი და ეს მიმართულება არის შემაშფოთებელი. ეს ფორმულა არის შემაშფოთებელი და ეს რას ნიშნავს, იცით, რომ შესაძლებელია დაიწყოს ყველა იმ კარგი საქმეების რევიზია ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ გავაკეთებთ. ეხლა ვერავინ ვერ უარყოფს რა სიკეთე მიიღო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თავისუფლების თვალსაზრისით ამ ქვეყანას. ხო, ძალიან ბევრი მიმართულებით სერიოზული რეფორმები ჩატარდა, მაგრამ ეს იმპულსი, რომელიც სასამართლოსთან მიმართებაში წამოვიდა და რომელიც მე ძალიან საშიშად დავინახე ჩემი სახელმწიფოსთვის, ჩემი სახელმწიფოს მომავლისთვის, ამას შეიძლება მაფიქრებინოს, რომ რევიზია გაკეთდება სხვადასხვა მიმართულებებით და თავისუფალი სივრცეების შეზღუდვის მცდელობები დაიწყება. და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც ჩვენი ეს ნაბიჯიც ეხა მე არ ვზივარ აი ამ კონიუნქტურაში თითქოს მე რაღაცა გავაფუჭე. კი არ გავაფუჭე. რო არ გაფუჭდეს იმას ვეწინააღმდეგები. ამიტომ ეს ჩემი ნაბიჯი არის და თუ ვინმეს კარგად უნდა კიდე მომისმინოს რა განსხვავებაა მე და მათ შორის. ჩემთვის თავარი არის თავისუფალი სივრცეების შექმნა ამ ქვეყნისთვის. და არა ამ სივრცეების ამოქოლვა. და როგორც კი ჩვენ თავისუფლების სივრცეებს ამოვქოლავთ, შეიძლება საბოლოო ჯამში მივიღოთ ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანას მართავდა ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ აი ეს ვარ მოხდეს, ამას ვეწინააღმდეგებით. დიდი მადლობა. კოლექტიური არა, სინდრომი, ჩინჩალაძის სინდრომი შეიძლება გავრცელდეს ყველგან, ბიზნესშიც, მედიაშიც, როდესაც ჩვენ ზღუდავ თავისუფალ სასამართლოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე სურვილები გაგიჩნდეს მედიასთან მიმართებაში, ბიზნესთან მიმართებაში. და თავისუფლების ჩაქოლვასთან მიმართებაში და ამას ვერავინ ვერ შეეგუება და აქ კონკურენციაზე კი არაა საუბარი, აქაა სახელმწიფოს ხედვაზე და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე და ვინც არ უნდა იყოს ამ კონტექსტში ჩვენს იქით, ვინც ამას ხელს უშლის, ნებისმიერი სახელი და გვარი. რა თქმა უნდა, არ იქნება არანაირი შეგუება ამასთან და არანაირი დანდობა, კარგი გაგებით. ვერ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას ამ ქვეყანაში. მაინც ასე აღგიქვამთ თუ არ გეწყინებათ. და პირობა უნდა დაგადებინოთ, რომ როდესაც მიიღება ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად ექსკლუზივი გვექნება. ვერავის ვერ გავდავაყოლებთ სახელმწიფოს ინტერესს. ჩვენ არ საქმეში ყველაფერს თავის დრო აქვს, ყველაზე მთავარი მაინც იქ დაუბრუნდეთ, სადაც უნდა ვიდგეთ. იმ კვირაში ძალიან მე მაინც იქა ვარ, მართლმსაჯულების და სამართლიანობის თემას ვებცილდები. იმ კვირაში, აი შემდეგ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ამიტომ მე მგონია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების თელი მობილიზება საჭირო, რომ ეხლა არ მოხდეს ისეთი მაბნე და საშიში კანონის მიღება, რომელმაც შეიძლება ისევ წარსულში დაგვაბრუნოს. ამიტომ მოკლედ მომავალი კვირიდან თავარი თემა ხდება ისევ მოსამართლეები, რაც აკაბესელია ჩინჩალაძის პროექტი, ლევან გოგიჩაიშვილი. ეს ხრი არა, ეს მინდა გავაჟღერო, ეს არის ყველა ჩვენი ამ პროცესს ვეღარავინ ვეღარ დაემალება. ვერ ჩვენი კოლეგები და ვერც ვერ დაემალება ვერავინ. და აქ პრინციპული გადაწყვეტილება მოუწევს ყველას. ის პროექტი, რომელიც შემოიტანა კობახიძემ, ეს არის ჩინჩალაძის პროექტი. და ის პროექტი, რომელიც ჩვენ დავარეგისტრირეთ, ამ პროექტს აქვს საერთო სახალხო კონსენსუსი. კოლექტიური სინდისი აღარ გამოვა,
ყველა ადამიანმა აიღოს პასუხისგებლობა ინდივიდუალურად. ყველა დეპუტატმა აიღოს ინდივიდუალურად და აღარ გამოვა არავის კალთის ქვეშ და თქვა რაღაც ფარდის უკან დადგომა რა. ყველაფერი იქნება ღია და აი ესეთი კონფლიქტი იქნება. ერთის მხრივ იქნება ჩინჩალაძეს პირობითად დავარქვათ ინტერესის და საერთო სახალხო კონფლიქტის შუაში მოუწევს ამ კანონებს გავდო. ძალიან დიდი მადლობა. ეს ბლოკი დასრულებულია. რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუდიაში შემოგვიერთდება თამუნა ჩიხლაძე, ჩვენი გუნდის ახალი წევრი და მასთან ერთად მიმოვიხილავთ ქართულ ოცნებას ღარიბაშვილიდან ღარიბაშვილამდე. წარმატებები მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. პირველები დაბრუნდა ეთერში ჩვენ შემოგვიერთდა გამოცდილი ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე, რომელიც მხოლოდ აქ არ შემოგვიერთდა, არამედ TV პირველის გუნდ შემოგვიერთდა. წარმატება მინდა პირველ რიგში მას უსურვოს, ჩვენთან ერთად იქნება ხოლმე პირველების აი ამ ნაწილში, როდესაც უფრო სიღრმისეული ანალიზი დაგვჭირდება ხოლმე და სწორედ ამ ფუნქციით შემოგვიერთდა ის დღესაც. მუსმინეთ ჩვენ მართველი გუნდის ყოფილი წევრების განცხადებებს, ყველა დეტალი რაღაც სიახლეს მატებს, შექმნილ ვითარებას, მეტი ანალიზი საფუძველს იძლევა. მოდით თამარს ვკითხოთ, როდესაც ის ჩაუღრმავდა არქივებს, ახლა ქართული ოცნების არქივებს, ის ხელისუფლების არქივს, პრემიერ-მინისტრების ცვლილების დინამიკას, რა მიგნებები აქვს მას დღეს ამ მოცემულობაში? ყველა დეტალს აქვს თავისი სიახლე. ჩვენ დღეს გავიხსენებთ ძველ ამბებს, რა თქმა უნდა, ახალი ამბების კონტექსტში. საინტერესოა, როცა გისმენდით, იგრძნობოდა ერთგვარი უხერხულობა სტუმრების მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, როცა არაფორმალურ მმართველობაზე იყო საუბარი. და ეს ტერმინიც თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ არასწორი მმართველობა. ჩვენი სიუჟეტის მთავარი ხაზი, ერთგვარი ხაზი არის სწორედ არაფორმალური მმართველობის ნიშნების ძიება. პირობითად მაყურებელს ვეტყვი, რომ სამნაწილად დავყავით ეს თავად ივანიშვილის განცხადებებშია პასუხი ამ ძიების დროს პასუხი იქ მოიპოვება. ნამდვილად პირობითად დავყავით სამნაწილად მთელი ეს სიუჟეტი. პირველ ნაწილში გაჩვენებთ რა ხდებოდა პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ და ეს ნაწილი როგორ დასრულდა გიორგი კვირიკაშვილის მიერ ახალი გუნდის შემოკრებით. ვნახოთ პირველი ნაწილი და გავაგრძელოთ დიალოგი. წლის 27 დეკემბერი. ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიის შენობაში მისი დიდი ხნით დასატოვებლად შედის. მანამდე პრემიერი წასვლის შესახებ განცხადებას მოულოდნელად მედიის გარეშე აკეთებს და გამოსვლას თავისუფალ არჩევანზე აქცენტებით იწყებს. მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ღარიბაშვილი ბევრს ამბობს მიღწევებზე და არაფერს წასვლის მიზეზზე, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ არჩევანი დამოუკიდებელი არ იყო და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერის კარიერა იმავე ადამიანის გადაწყვეტილებით დასრულდა, ვისი წყალობითაც დაიწყო. დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას. რამდენად სპონტანური იყო გადაწყვეტილება. ღარიბაშვილის თანაპარტიელებმა ამ თემაზე დუმილი ამჯობინეს, მაგრამ სათქმელი ჯერ ღარიბაშვილის საახალწლო მისალოცმა ბარათმა თქვა, რომელზეც პრემიერ-მინისტრის სახელი ისევე წერა, კიდევ უფრო გვიან კი პოლიტიკიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილმა. მას ჰქონდა რამდენჯერმე ჩემთან ანალიზი უფრო ადრეც თუგნება. ღარიბაშვილს ეს კითხვა პირველად არ დაუსვას მაშინ, როდესაც გადადგა ის. ამას მუდმივად წელიწადი არ გავიდოდა ანექსით შევხვდებოდი, შემეკითხებოდა, ხო არ არის ბატონო ბიძინა, ჩემი წასვლის დროს. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარუდგინოს ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა. პრემიერი ვიცე-პრემიერმა შეცვალა. გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მმართველი გუნდისა და მადლობის მთავარი ადრესატის მხარდაჭერა. კვირიკაშვილი გახლავთ დღეს ლიდერი ქართული ოცნების. მე ვფიქრობ, რომ მას აქვს ყველა თვისება იმისა, რომ იყოს კარგი ლიდერი და სწორი მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა. კვირიკაშვილს სამთავრობო გუნდი თავიდანვე არ შეუცვლია, თუმცა მან შეცვალა მიმართულება და მართვის სტილი. შეარბილა დაძაბული ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან. ესწრებოდა მის გამოსვლას პარლამენტში და უშიშროების საბჭოს სხდომებს. ახალ პრემიერს დაევალა ძველი ოცნების ახალი სახის შექმნა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. სავარაუდოდ, ისევ ერთი ადამიანის გემოვნების გათვალისწინებით. ინგლისურენოვანი უჭირს დღეს რომ ევროპაში გაგზავნონ. რა თქმა უნდა,
განათლებული, უფრო დახვეწილი და უნდა მოვიდეს. განათლებული ხალხის ბევრია შიგნით არ მიდეს შეურაცხყოფად მიიღოს ვინ განათლება არ გვაკლია ჩვენ. ძველი ლიდერები მოხვდებიან? რა პარლამენტში უნდა მოახერხოთ და შევიდეს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კანონწარმოებაში. დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებული ხედვა სჭირდება. ევროპული განათლება და საერთაშორისო საქმიანობის გამოცდილება. ამ ნიშნით დაკომპლექტდა კვირიკაშვილის ახალი გუნდი, სხვებისგან გამორჩეული ქალების რიცხობრივი უპირატესობითაც. ჯერა რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება განახლებული გუნდით, არსებული გუნდის წევრებთან ერთად ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა. თქვენ ხავსთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, თქვენ ხავსთ გენიალური ლიდერი, კაცი, რომელიც არათუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი. პარტიას კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამ მომრჩევლობამ მხარდაჭერა გამოუცხადა. პრემიერის და გუნდის ერთობის რწმენა კი მალე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ზარმაზარი და საინტერესო იყო თამარ. სხვა შორის აი ხო ამ ამბების მერე დაიწყო ოცნების შიგნით დიდი დაპირისპირება. ძველმა გუნდმა ფაქტია რომ ვერ მიიღო ის ახალი გუნდი, რომლებიც ახლა თამნამ გაიხსენა თავის ეს პროცესი დღევანდელ პროცესს, როცა ძველებს იშორებდნენ და თითქოს კანის გამოცვლას ცდილობდა პარტია. და იყო დიდი იმედი რომ ევროპაში განათლება მიღებული კანონშემოქმედი ადამიანები შევიდოდნენ პარლამენტში. მაგრამ მათ ნაწილს ეხლა ცოტა ხნის წინ გედევან ფოფხაძემ შარიკოვები უწოდა. ანუ ორგანულად ვერ მიიღო ძველმა გუნდმა ახალი გუნდი. ერთ მიზეზსაც ვიტყვი ჩემი დაკვირვებით, რაც შემდეგ მოხდება, რამ განსაზღვრა ასევე ყველა იმ ფაქტორთან ერთად, რაც აქ ვახსენეთ, მიღებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ, რომელიც ჩემი აზრით ამ საარჩევნო სისტემით არ ასახავს საზოგადოების განწყობებს სრულად და პროცენტულად მანდატები უფრო მეტია ვიდრე ხო და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ბუნებრივია და საკონსტიტუციო უმრავლესობა როცა ჩვენ შემდეგ გაყველანაირი კარდ ბლანში შენში შიგნით იწყებს პროცესებს იმიტომ რომ ოპოზიცია დამარცხებული ყავს ასე ფიქრობ ყოველ შემთხვევაში და შენს გუნდში იწყება შემდეგ პროცესები დავუბრუნდები ისევ არაფორმალური მმართველობის თემას ამ პერიოდში იწყება ზუსტად ივანიშვილის განცხადებები მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით პოლიტიკოსები როცა მათ ვეკითხებით ამ ფორმით რომ გამორიცხავთ თუ არა რომ ეს მოხდეს ამბობენ რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის თუმცა ეს არის ის შემთხვევა როცა კატეგორიულად გამორიცხავდა ივანიშვილი და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს რომ აი სიტყვა ალბათსაც კი არ ვიტყვი და მე არ დავბრუნდები ან თუ დავბრუნდები ეს იქნება კატასტროფა უბედურება ძალიან მძიმე შეფასებებს აკეთებს თუმცა დაბრუნდა და ამ დაბრუნებას მოყვა კვირიკაშვილის გუნდის აპოკალიფსი რომ რეალურად ხდებოდა პარტიაში მეორედ მოსვლა ხო ალბათ კვირიკაშვილის გასაშვებადაც დაბრუნდა თავად ასე ახსნა ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ჩემ სიტყვას მისთვის ფასი არ ეკნებოდა ტელეფონსაც აღარ პასუხობდა უკვე და ასე შემდეგ ეს მისიის ნაწილი იყო სერიოზული პრობლემა და გამოჩნდა ძალიან მალე რაშიც იყო საქმე რეალურად იგრძნო როგორ ჩანს და პარტიაში იყო პრობლემა თუ მის გავლენაში პარტიაზე და კვირიკაშვილს ანუ მას დაჭირდა დაბრუნება იმისთვის რომ კონტროლის ვერკეტები ყოველდღიურად აიღო პრაქტიკულად ანუ მას ჰქონდა პრობლემა ყველაზე საინტერესო იყო რა კვირიკაშვილი გამოვიდა იმ სხდომიდან და თქვა რომ არაპირებდა წასვლას და რჩებოდა და 24 საათიც კი არის ეს დეტალები 24 საათიც კი ვერ გაუძლო გუნდისწინე გუნდთან წინააღმდეგობას. ვნახოთ თან გავიხსენოთ როგორ მიაწოდეს მედიას რა ფორმით კვირიკაშვილის წასვლა. ჩვენ გახსოვთ რომ ველოდით მის წასვლას ერთი დღით ადრე. ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა არ იქნება სწორი და თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუქნას მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას. უბედურება თუ მოხდა ასეთ შემთხვევაში შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობა იქნება იმ შემთხვევაში თუ რაღაც კატასტროფა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში. ოფიციალური ვერსიით ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაბრუნება თავისუფალი არჩევანი იყო. თანაგუნდელების თხოვნა და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა პოლიტიკურ აპოკალიფსს მხოლოდ კვირიკაშვილის გუნდისთვის ნიშნავდა. ხმები ყოფილ თანამოაზრეებს შორის მწვავე დაპირისპირების შესახებ დიდ დაბრუნებამდეც ვრცელდებოდა. იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვალყორნებით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვს ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ
ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. ტაიმერი ურთოში დაირეკა. უმრავლესობა კიდევ ერთ პრემიერთან დასამშვიდობებლად ოფიციალური ვერსიით კი UNICEF-ის კვლევაზე საბჭელოდ შეიკრიბა. შეხვედრაზე იყო განხილული UNICEF-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონაცემები. UNICEF-ის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა UNICEF-ის კვლევასთან დაკავშირებით აეროსეგიდი ჩატარებული კვლევის შედეგები. პარტიულ გზავნილებში დამალული და ამავე დროს წინასწარ გამოცხადებული ცვლილების ქრონიკა თავად კვირიკაშვილმა დაასრულა. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მან არც წასვლის მიზეზი დამალა და არც ის, რომ გუნდის ფორმირების პროცესში მთავარი კვლავ ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც ქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები. ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია. კვირიკაშვილის წასვლის პარალელურად ცვლილებები პოლიტსაბჭოდან დაიწყო. გადახლების მიზეზით იქ აღარ აღმოჩნდა პარტიის ძველი გვარდიის რამდენიმე წევრის. ეკა ბესელიას, ნუკრი ქანთარიას, ზვიეთ კვაჭანტირაძის, გედევან ფოფხაძისა და სხვების ადგილი. კვირიკაშვილს ადგილი არც სათადარიგო სკამზე მიუჩინეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისევე გაქრა პოლიტიკური სივრციდან, როგორც მისი გვერდის სოციალური ქსელიდან. ამორჩეველს კი რომელმაც ხმა განახლებულ გუნდს მისცა, მორიგი კანდიდატურა შესთავაზეს. ინფორმაცია რომ თქვენი შესაძლებელი შესაძლოა იყოს მამუკა ბახტაძე, თუ გაიმხილება ეს კანდიდატურა. ფოტოშოპს კარგად მიკარნახეს, მე არ მქონდა კანდიდატში და ერთ კანდიდატად შეიძლება ეგეც განვიხილოთ. კარგი ბიჭია ფოტოშოპს, მე არ განვიხილავდი. 5 წლის წინ ივანიშვილის მხრიდან კარგ კანდიდატურად მიჩნეული მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი გახდა. ახალი თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე თვეში მასაც მოუწია ეპასუხა საერთაშორისო მედიის დასმულ კითხვაზე. ვინ არის თქვენი ბოსი? მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომელმაც ხმა მისცეს ქართულ ოცნებას. ივანიშვილმა მოგვიანებით ვრცლად ახსნა, რა არ მოეწონა კვირიკაშვილის შექმნილ პარტიულ სტრუქტურაში და რატომ მოევლინა ქართულ ოცნებას მთავარ გამწევძალად კიდევ ერთხელ, ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული, გაჩნდა ბზარი. გუნდის ერთიანობის ძალა და პირადად ივანიშვილის ჭარბინდობის რეიტინგი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოსცადა. სტატუსით დამოუკიდებელ, თუმცა სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სარეკლამო ბანერებზეც ბიძინა ივანიშვილი აეფარა, სხვა ლიდერებთან ერთად. ძალიან საინტერესო აქცენტებით იყო ეს სიუჟეტი გაკეთებული თამარ და ერთი დაკვირვება, რომელიც იგრძნობა, აი როგორ ხდება ხოლმე, როგორ ხდებიან პრემიერ-მინისტრები და მერე როგორ მიდიან. შემოიყვანს ერთ-ერთ რიგით მინისტრად, მინისტრთა კაბინეტში ბიძინა ივანიშვილი. შემდეგ ის იკრებს ძალებს და აი ზემოთ ადის და ის ვინც პრემიერ-მინისტრია ჩამოდის ნელ-ნელა ქვემოთ და ეს ხდება შემდეგ თითქოს მოულოდნელად ცვლილება, მაგრამ სინამდვილეში ამას სულ აქვს წინაპირობები. ახლაც არის საინტერესო პროცესი. ვხედავდით გახარიას აღზევებას, აი ბოლო სკანდალის მერე რა იქნება არ ვიცით ჯერ, მაგრამ ვხედავდით ამ დროს პოლიტიკურ პროცესებში ასე აქტიურად ბახტაძე არ ჩანდა, ხო? ეხლა ღარიბაშვილი ბახტაძე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად. სხვათა შორის მმართველობის სტილზე, როცა საუბრობთ ივანიშვილის მმართველობის სტილზე და სწორედ ამ მეთოდზე, როგორც სulis ის პრემიერებს, ბევრი მოსაზრება მოგვისმენია და ხშირად ამ სიუჟეტზე მუშაობის დროსაც მახსენდებოდა გიანოდია იყენებს ხშირად ამ შედარებას, რომ ის მართავს როგორც ბიზნესს, ქვეყანას, როგორც არასააქციო საზოგადოება საქართველოს თქვათ, სადაც სხვა აქციონერები შეიძლება იყვნენ, არამედ როგორც შპს საქართველოს, სადაც მენეჯერები არ მოიწონება მენეჯერი უშვებს. აი, როდესაც ხარ პრემიერ-მინისტრი და ხედავ, რომ მინისტრთა კაბინეტში შემოდის ახალი ფიგურა, რომელსაც აშკარად აქვს მხარდაჭერა, ხო და გრძნობ, რომ შენ მალე შეიძლება პრემიერი. მაგრამ აი სხვა შორის თქვენ გადაცემას მოსმინე დიანა, თქვენი და გია ხუხაშვილთან ერთად ჩვენი ახალი პროექტი რომ არის, თქვათ ერთ-ერთ დღეს თქვენ რომ წარმოადგენთ 4 შაბათობით, ხომ? იქ ბატონმა გიამ თქვა ძალიან საინტერესო ამბავი, რომ აი ის რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა გახარიას წერილი ამით გააკეთა დარტყმა გახარიაზე, ვინაიდან ივანიშვილს არ უყვარს, როცა მზომაზე მეტად ძლიერდებიან ფიგურები. მაგრამ ეს გაძლიერებაც ხომ ახალისებულია რა? რაღაცა დოზით.
სავარაუდოდ. და ახლა ღარიბაშვილიც დაემატა ამ ყველაფერს, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცესს. მოდით მივყვეთ ისევ ქრონოლოგიას, როცა ამ თემაზე მუშაობდი, ვნახეთ სარეზერვო პრემიერების საარჩევნო რიგი იზრდება. სარეზერვო პრემიერები დავიმახსოვრებთ. ირაკლი ღარიბაშვილის რეაქციაში სამშაბათს არის თუ არა გამორიცხული, რომ რადგან მეორედ მოbrunდით პარტიაში, მეორედ მოbrunდეთ პრემიერის პოზიციაზე, მან ასეთი პასუხი თქვა. არა, ჯერ თქვა რომ პარტიაში ვხედავთ, მაგრამ თქვა რომ ყველაფერი წინ არის, როცა 20-20-ზე დაუსვით კითხვა. გააჩნია რა სიმძიმის ფიგურა დასჭირდება 2020 წელს, ეს შესაძლოა თავად ივანიშვილიც იყოს. ან ვინმე სხვა გააჩნია პოლიტიკურ ვითარებას. სულ არ არის გამორიცხული, რომ თუ ქართული ოცნება აი ასეთი რყევებით მივა 2020 წლამდე სიის პირველ ნომრად სულაც ბიძინა ივანიშვილი. ხო, ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. სამიძლეოც დავდო, რომ სიის პირველი ნომერი, აი ეხლანდელი ჩემი ანალიზით, უნდა იყოს წესით ბიძინა ივანიშვილი. მე არ ვიცი გაუჭირდება ივანიშვილი არის მათი თავარი ამის მიუხედავად დაგვერვები ხართ არც ერთ არჩევნებში 2012 წლიდან დღემდე ის თავად არც სიაში არც კანდიდატია არც ერთ არჩევნებში, არც საპარლამენტო სიაში იყო 12 წელს, არც 16 წელს, არც საპრეზიდენტოში. მოკლედ ის პერსონალურად არის, მაგრამ არ არის სიებში და საარჩევნო ბიულეტენში. დიანა, იმიტომ რომ მეორე ვადით უკვე მილევადი ხელისუფლება, მესამე ვადაზე თუ კი გამოაცხადებს პრეტენზიას, ვინ გადაარჩენს მათ, თუ არა და სიის სათავეში შეიძლება ლოგიკური აი სიტუაციაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება 2020 წლისთვის. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია ეს ჭარბინდობა, რომელსაც თვითონ ხშირად ახსენებს, რა დონემდეა ჩამოსული და არჩევნები იყო გარკვეულად ტესტია ამ საპრეზიდენტო არჩევნების მის ხომ პირველ ნომრად თუნდაც. ეს კიდე ცალკე თემა, იმიტომ რომ 20-მდე კიდევ წელიწად ნახევარია და ამ ტემპით თუ განვითარდა მოვლენები, რაც ამ კვირაში მოხდა, ამ ტემპით თუ გავაგზავნებთ ხამის ეფერს დავაკეთებთ აქვე პარასკევს. პარტიულ ყევებზე საუბრობდა ინგა და ვნახოთ სიუჟეტის მესამე ნაწილი, რომელიც ეხება მთავარ განხეთქილებას, მოსამართლეების თემა, რაც გახდა ერთგვარი წყალგამყოფი პარტიის ძველ გვარდიას შორის, ძველ გვარდიასთან. მინდა მიმართო ქართული ოცნების ძველ გვარდიას. მათ ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში. მე ვიცი თქვენი გულის ტკივილი. მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. ქართული ოცნების ძველ გვარდიას გაბრაზების ახალი მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში მიეცა. პარტიის ლიდერმა არჩევნების მეორე ტურის წინ შეცდომები აღიარა, თუმცა რამდენიმე თვეში შეცდომად აღარ მიიჩნია ის, რაც გუნდის რამდენიმე წევრისთვის მორალური წყალგამყოფი აღმოჩნდა. ის ადამიანები დიახ, როდესაც ჩვენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, სოგი ჩირგვებში იჯდა, სოგი მართლა გოგლი მოგშამდა, ოღონდ ცუდი არ არის გოგლი მოგლი, udro-udros არ უნდა მიირთვა. სკანდალურმა მოსამართლეებმა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენებად მიიჩნეოდნენ, სცადეს მიეღოთ ინდულგენცია და უვადო მანტია. ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობიდან ამ იდეას კატეგორიული წინააღმდეგობა მხოლოდ 4 ადამიანმა გაუწია. დანარჩენების პარტიული პოზიცია კი პარლამენტის თავმჯდომარის ერთ ფრაზაში ჩაედია. ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ეხლა ჩადიან კარგ რაღაცებს. ირაკლი კობახიძე არ მოერიდა საკუთარი თანაგუნდელების მთავარ პარტიულ მტერთან ერთად ხსენებასაც. ვიღაცები ნებსით, ვიღაცები უნებლიეთ ხელს უწყობენ იმ შტურმს, რომელიც არის წარმოებული ნაცმოძრაობის მიერ. ძველ გვარდიას ღია კარისკენ მიუთითეს. ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესმა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, უკვე დაშალა საკონსტიტუციო უმრავლესობა. უმრავლესობის ფორმატში მქონდა ბოლო გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნას. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. ქართულმა ოცნებამ დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა. იმ დღეს, როდესაც ეს განცხადება დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა რომ ერთი 30 კილო დავიკელი. პარტიული ვალდებულებებისგან თავი დაიხსნა ბექანაცვლიშვილმაც, თუმცა მისი პროტესტის მთავარი მიზეზი საპენსიო რეფორმა. პარტიული დანაკარგი მისმა ლიდერმა წარსულიდან შეავსო. ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წასვლის თუ გაშვების საკითხი დღემდე ბუნდოვანია, პარტიისთვის ფასდაუდებელ კადრად იქცა. აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში. თანამდებობები არის დროებით შემოძურპასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. 2015 წელს ამ სიტყვებით დაემშვიდობა ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას. 4 წლის შემდეგ პირველივე ინტერვიუში გამოჩნდა, რომ მისთვის კიდევ ერთი რამეა უცვლელი: პოლიტიკური სუბორდინაცია პარტიის ლიდერთან. ხელისუფლების მანდატი
ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას. სხვა ჩვენს ძალიან საინტერესო რეპორტაჟები ქონდა თამარ უნდა ვთქვა და ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ბევრი რაღაც უკვე აღარ მახსოვდა ისე სწრაფად ვითარდება ბოლო ნაწილმა მიიქცია განსაკუთრებით ჩემი ყურადღება გულისხმობ როდესაც კახი კალაძეს გააკეთებინეს განცხადება პარტიის გენერალურ მდივანს თემაზე რომ ღარიბაშვილი ბრუნდებოდა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ სტუდიაში როცა მყავდა სტუმრად კი უარყო ყოველგვარი დაპირისპირება კალაძესთან მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ვიდრე იგი პრემიერობის ბოლო დღეებს ითვლიდა ძალიან მწვავე იყო კალაძესა და ღარიბაშვილის შორის დაპირისპირება და ესეც რაღაცა თავარი დირიჟორის სტრატეგიული სულა მგონია რომ არც მეტი არც ნაკლები კალაძეს ათქმევინა რომ უკან ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი ნიშნავს თუ არა ეს რომ კალაძის დაღმასვლის პერიოდი დაიწყო პარტიაში ამას ალბათ ძალიან მალე ვნახავთ ჩვენ ხო არჩეული მერია ეს არაფერს აი პოლიტიკური განცხადებები არ არის მისგან ბოლო პერიოდში არის მის არა მხოლოდ საჯაროდ ასე ჩვენ აქ ვეკითხებოდით მათ შორის სტუმრებს სხვადასხვა ეთერებში ამბობენ იქაც არაფერს ხდომებზეც ის ძირითადად დუმს ასეთ რამეს ამბობენ საერთოდ ვინმეს გარემოისმის მოდით ასე დავსვათ არა მაგრამ აი გუნდის წევრები კულუარულ საუბრებში ნინო როდესაც ყვებიან რაღაც შიდა პარტიულ ამბებს ამბობენ რომ კახი კალაძე შიგნით პოლიცსაბჭოს ხდომებზეც კი საერთოდ არ იღებს ხმას. ანუ ზის და უხურებს რაღაცა მე ყოველ შემთხვევაში გარეთ გამოტანილი ინფორმაციების მიხედვით ასე დასკვნა მაქვს რომ რაღაცნაირად ტაიმაუტი აიღო, აღარ აქტიურობს. კი, შენ თქვი რომ ბოდიში დიანა ისო არჩეული მერიაო. არჩეული მერია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ლამის თანამდებობა დატოვა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც მას შემოцხრა ბიძინა ივანიშვილი და თუ არ ვწდები ამერიკის საელჩო ჩაერია, თორემ მართლა რომ კალაძის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. ის ამ დუმილით იხანგძლივებს ალბათ თავის ყოფნას თბილისის მერად ეს ერთი და რაღაცას არ ეთანხმება და არ უნდა ალბათ ღია კონფრონტაცია. ერთი რამ არ დაგვავიწყდეს. ერთი რამ ხო არ უნდა აშკარად ღია კონფრონტაციაში შესვლას, იმიტომ რომ შეიძლება ამ პოლიტიკურ ბრძოლაში წააგოს. მეორე მხრივ არ დაგავიწყდეთ. პარლამენტი არჩეულია 2020 წლამდე, კალაძე არჩეულია 2017 წელს და არავინ არ იცის თუ კი ის ამ თანამდებობას შეინარჩუნებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მე რა რეალობა იქნება და როგორი ფიგურა გახდება არჩეულს, როდესაც არჩეული მერი იყო და ის წავიდა თანამდებობიდან და მე სევდია უგრეხელიძეს მოუხდა მისი ფუნქციების შეთავსება. მოკლედ, ჩემი პროგნოზი არის ასეთი, რომ კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება პარტიაში შიგნით და ამის თქმის საშუალებას მაძლევს სწორედ მისივე თანაგუნდელების კულუარული საუბრები იმის შესახებ, რომ ის დუმს აბა თქვას ვინმე რომელიმე ქართული ოცნებიდან რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი ის დუმს როცა არის პარტიული შეხვედრები იზის ბიძინა ივანიშვილის გვერდით მაგრამ დუმს მას ხელს აძლევს ეს დუმილი მაგრამ ისცემენ თუ არა ამ დუმილის შენარჩუნების საშუალებას ეს არის ახლა ხო ჩვენ გავიხსენებთ ახლა ჩვენ რომ როგორ მოხდა მისი არჩევნები ხო დედაქალაქის მერად ეს ხო ერთ-ერთი არჩევნები რაც ოცნება გამოჩნდა ასპარეზზე როდესაც ივანიშვილი არ ჩართულა არჩევნებში კი ბატონო და ჩვენ გვახსოვს რომ აი მარტო ალეკო ელისაშვილმა უფულოდ ურესურსოდ სერიოზული პრობლემა შეუქმნა კახა კალაძეს ხომ არჩევნებში. მას დიდი მხარდაჭერა მაშინაც ითქვა რომ არ ქონდა ივანიშვილისგან უბრალოდ სხვა ალტერნატივა იმ წუთში არ ქონდა ივანიშვილის საერთოდ არ გამოჩნდა მის შეიძლება ეს მეორენაირადაც ითარგმნოს რომ ივანიშვილი დარწმუნებული იყო რომ ის მისი ჩართვის გარეშეც მოახერხებდა ამას როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლოს თქვა რა თქმა უნდა მოკლედ შემოვიდა ახალი ფიგურა ქართულ ოცნებაში მას მისცეს ფუნქცია პოლიტიკური მდივნის ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და მე მგონია რომ შიგნით პარტიულ გადანაწილებაშიც იწყება ახალი ერა ზევით ადის ღარიბაშვილი დუმს ამ ეტაპზე კალაძე კი მოუწია განცხადების გაკეთება მაგრამ დუმს და მოიტანს თუ არა ეს მის დაღმასვლას და მთავარი არის გახარია როგორ დამთავრდება წერილისა და სიხარულის ამბავი მის გონი უთხრეს რომ ეს თვალის ჩაკვრით შექმნილი იმიჯი კი ბატონო მაგრამ ასეც არ არის ერთ წამიან ამბავს მოგიყვებით რაღაც სახალისო ფინალივით გამოდგება ერთ-ერთ რეპორტაჟი იყო იმედის დროს ჩაწერილი ჩემი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან სადაც
მოულოდნელად ივანიშვილმა დაიწყო საუბარი, როგორ უყვარს დიდი ხეები და ძალიან შევწუხდი, იმიტომ რომ საერთოდ ხევს არ ისმოდა არაფერი ასპარეზე, აი ჰორიზონტზე ერთი ხეც კი არ ჩანდა და რატო ლაპარაკი, აი ძალიან შევწუხდი, მინდა რომ თემა გადავიდონ და ის აგრძელებს საუბარს დიდ ხეებზე და მერე მივხვდი რომ რაღაც საეტაპო ინტერვიუ გავხდი და ამის შემდეგ დაიწყო ხეების მთელი ეპოპეა და მოკეთ და მოკლედ ახალი ფიგურა შემოვიდა TV პირველზეც მოდი ვერი ხარიკვაშვილი არაჩვეულებრივი ბლოკით სადაც გაგვახსენა და დაგვილაგა ასე ვთქვათ მთელი ეს ხაზი როგორც ვითარდებოდა ჩვენ თვალწინ ძალიან დიდი მადლობა თამარ შენ მადლობა მაყურებელს ისტორიისთვის მადლობა მაყურებელს პირველ რიგში მომავალ შეხვედრამდე ჩვენს გადაცემებში დავიფანტებით ახლა ყველანი ორშაბათი პირველი მე ვიქნები ორშაბათს 2 საათზე მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის ინგა გრიგოლია დიანა ტრაპაიძე ვახო სანაია ნინო ჟიჟილაშვილი